ამ ადამიანებს ბევრი აქვთ საერთო. წარმომავლობა, საქმის სიყვარული, პროფესიონალიზმი, თეთრი ხალათი, ტკივილიც. და კიდევ სამუშაო ოთახში ლამაზი ზღვისპირა ქალაქის სურათი. სოხუმი, საქართველოს მარგალიტი, ზღვისა და მტრედების, თოლიებისა და მაგნოლიების ქალაქი, მრავალეროვანი, მრავალფეროვანი, მიწიერი სამოთხე. სოხუმი ჩემთვის სანუკვარი ქალაქია. მე იქ დავიბადე, გავიზარდე და ეს არის ქალაქი, რომელიც სიცოცხლეს სრულფასოვანს ხდის. ეს არ არის მაღალფარდოვანი სიტყვები მართლა, ვისაც განუცდია იმ ქალაქში ელემენტარული ცხოვრების მომენტი ქონია რაღაც სოხუმში ის ნამდვილად დამეთანხმება ამაში, იმიტომ რომ სოხუმელობაც დიაგნოზია. დედის სიტყვა შეიძლება კაცმა აწონოს ამ თქვას. ხო, ამას ვერ იტყვი სიტყვით, ეს რაღაც ცოტა სხვა გზნობაა. აფხაზეთი ყოველთვის მოხსენდება რაღაცნაირად ნათელია. მაშინაც კი როდესაც წვიმა რაღაცნაირად მაინც ნათელია. რაღაცნაირად ლაჟვარდოვანია და ყოველთვის ლამაზია. ყოველთვის მწვანეა და ყოველთვის თბილი. ჩემთვის გაგრა მეორე სახლით იყო და დღემდე მესინძვრება მამინდა ჩემის სახლში ერთი ოთახი, რომელშიც ასე ვთქვათ, ჩემი იყო ხოლმე და იქ ვჩერდებოდი ხოლმე. ასე რომ ძალიან ისეთი მოგონებები მაქვს ყოველთვის გაგრასთან დაკავშირებით. ფანტასტიკური ადგილია ალბათ, მსოფლიოში ეგეთი ლამაზი მეორე არაფერი არ მინახია. სოხუმი იყო ფანტასტიკური. ჩემი კოლეგებთან ერთად ყოველთვის ამაზე საუბრობთ. ვიგონებთ იმ სოხუმ ომდელ ამბავს. ჩემი პროფესია არის ქირურგი, ყოველდღე მუშაობდა. ქირურგს რა თქმა უნდა ეს თავისი პროფესიიდან გამომდინარე სჭირდება რელაქსი ეწოდებული და მე გეტყვით არ დაგიმაროთ რომ ჩემთვის ეს რელაქსია რომ ჩემ მეგობრებთან რომელიც აქ მოღვაწეობენ, აქ ცხოვრობენ და ვიგონებთ ამ სოხუმულ ამბებს. პატარა ქალაქი სულ 100,000-მდე მცხოვრები, ყველა ახლობელი, ყველა მეგობარი, ყველა ერთმანეთს ვიცნობდით. ზღვა, საოცარი ბუნება. აი ეს ყველაფერი ერთად ქმნიდა აი ამ რაღაც საოცარ ერთობას. ქართულ, აფხაზურ, მეგრულ, რუსულ, რა ვიცი, ბერძნულ, სომხურ, აი ყველანაირს. სოხუმელს ნაციონალობა არ გააჩნდა. ჩვენ ვიყავით სოხუმელი. ერთ-ერთი სტუმარი მქონდა ქალაქ ყაზანიდან და 3 საათები რაღაც 12 წელს გადაცილებული და აი ეს ცნობილი დრამატული თეატრის წინ ცნობილი ეს შადრევანი რომელიც ყველა მისის სოხუმში და მაგნოლიების სუნია რაღაცა თვარის შუქია და ყველა ქალაქი განათებულია და ფანტასტიკური სურნელება ქალაქში და ეს ქალბატონი იყო და მეუბნება საშუალო მე შენ მეწოდებიო მითხრა იმიტომ მეწოდებიო რომ შენ აი ამ სილამაზის გვერდი დადიხარ და ამას ვერ ხედავო მითხრა და ის მერე მითხრა რომ მართალი იყო ვერ მოვასწარი სოხუმში ცხოვრება იმდენი ხანი ამ ეს მემედოთ სამწუხაროდ სოხუმით ტკბობა, ოცნებების ასრულება მათ არ დასცალდათ. დღეს ეს ქალაქი, ეს პორტი, ეს ზღვა და ცა, ქუჩები, ზღვის ტალღები, გემების გუგუნი, ხეების შრიალი, მაგნოლიების სურნელი მხოლოდ მათ წარმოსახვაში, ოცნებებში გაცოცხლობს. საფოსტო ბარათებსა და საოჯახო ალბომებში გაყინულა და მხოლოდ სიზმრებში, მოგონებებში გვახსენებს თავს. ახსენებს თავს ყველას, ვინც მას იცნობდა და მასაც, ვისაც თვალით არ უნახავს, თუმცა მაინც უყვარს და ენატრება. დღეს ეს საოცრება ასე ახლო და იმავდროულად ასე მიუწვდომელია. ქათქათა აფხაზური პეიზაჟი ერთ საბედისწერო დღეს სისხლით შეიმოსა. ყველაფერი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ავბედით დღეს, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე სევდიანი და ტრაგიკული ფურცლის დასაბამად იქცა. ეს იყო 14 აგვისტო
შეგვატყობინის რომ დაიწყო სროლები. მე ვიყავი მაშინ ჯანდაცვის სამინისტროს კატასტროფის მედიცინის სამმართველოს უფროსი და ხლა ამაზე მეტი კატასტროფა რაღა უნდა მომხდარიყო. პირველი შეხება ჩემი ამ სიტუაციასთან ის იყო გაგრამდე არ მისული იდგნენ ჩვეულებრივ დასაცმელში ადამიანები აფხაზი ეროვნების და ეჭირათ ჩვეულებრივი სანადირო თოფები. 2 თუ 3 კაცს. იმათ მოგვითხრეს რომ სოხუმში ომი დაიწყო. ომი დაიწყო და პირველი გასროლა მოხდა ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენ პირველებმა ვაცნობეთ ჩვენს კოლეგებს, რომ ესეთი უბედურება გვიახლოვდებოდა და ჩვენ პირველებმა მივიღეთ დაჭრილები და სამწუხაროდ პირველებმა გავხსენით მორგი. ვიჭერით სამშობიარო სახლის საორდინატოროში აფხაზი და ქართველი ექიმები და ამ პერიოდში დაგვირეკეს და გვითხრეს რომ არძიმბამ გამოაცხადა ომი. მე ოპერაციაში იყო ეს დილა იყო ერთი აფხაზი ქალბატონი იყო რომ მისი დაიწვა ჩვენთან ორსო პათოლოგიაში და ოპერაცია რო დავამთავრე შემოვარდა ცრემლებით თვალში ხო და მეუბნებოდა რეზო ომი დაიწყო. მე ვერ მივხვდი რაზე იყო ლაპარაკი გაისროლისო გუდრიფში მოხდაო შეტაკება რა მოხდა მე ვთხარი რომ შემოვიდაო ჯარი დაპირისპირება მოხდაო და ჯარი მოიწევ საკით სოხუმისკენ. თავიდან რა თქმა უნდა არავინ არ დავიჭერეთ ესე დადუმებული სიტუაცია იყო ვერც კი უყურებდით ერთმანეთს განსაკუთრებით დაიძაბდნენ აფხაზი ექიმები ეს იყო საშინელი წუთები და როდესაც მართლა გავათვითცნობიერეთ რომ ეს სერიოზულად ხდება და ჩვენ თავს ხდება და ქუჩაში გამოვიხედეთ უკვე იდგა ტანკები. მოგეხსენებათ ეს საშინელი მოვლენა გახდათ ომი რამოდენიმე სახის ეს იყო ომი სეპარატისტთან შემდგომ გამოჩნდა ეს იყო ომი ჩვენს დიდ მეზობელთანაც მაგრამ ამასთან ერთად ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე უარესი ფორმა ომის სამოქალაქო ომი ამ დაპირისპირება ერთი ქვეყნის შვილებს შორის რომელთა ეთნიკური ნიშანი გახდა უცებ ის გამყოფი ხაზი რომელმაც ერთდროს კოლეგები, მეგობრები, მეზობლები, ასე ვთქვათ, ერთმანეთს არა მარტო დააშორა, არამედ სამყაროს აისოს ხო დააპირისპირა ზოგიერთ შემთხვევაში. ეს იყო პირველი შოკი, რომ ჩვენ ერთმანეთს უნდა ვესროლოთ. ომი დაიწყო. ეს სიტყვები მართლაც შოკის მომგვრელი, დაუჯერებელი იყო, თუმცა რეალობა დაუნდობელი აღმოჩნდა. ავის მომასწავებელ სიახლეს სულ რამოდენიმე საათში პირველი შედეგებიც მოხდა. დაჭრილები და დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობა თუ ჯარისკაცები. ომმა ექიმებს სხვადასხვა ადგილას მოუსწრო, მაგრამ თითოეული მათგანი ადგილსამყოფელის მიუხედავად ომის დაწყებისთანავე საავადმყოფოსკენ გაემართა. მათ მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდათ: მიეღწიათ იქამდე, სადაც საკუთარი მოვალეობის შესრულება შეძლებდნენ. იმ ადგილამდე, სადაც ადამიანებს ყველაზე მეტად უჭირდათ, სადაც ისინი ყველაზე მეტად ჭირდებოდათ, სადაც ყველაზე ნათლად ჩანდა კონფლიქტის მასშტაბი და ტრაგიზმი. როცა ომი დაიწყო აფხაზეთის ტერიტორიაზე თითქმის 10,000 მედიკოსი ცხოვრობდა და მუშაობდა. მათ შორის 2,000-ზე მეტი ექიმი იყო, 7,000-ზე მეტი იყო საშუალო სამედიცინო პერსონალი და იყო დაბალი პერსონალი, იყო ტექნიკური პერსონალი. ყოველი მათგანი იყო პატრიოტი და კიდევაც თავისი სიცოცხლე შეწირა იმას, რომ ძიმე მომენტში ავადმყოფი არ მიოტავა, დაჭრილი არ მიატოვა. აზადაც არ მოგსვლია, არა მარტო მე თანამშრომლებსაც, რომ სოხუმით დაგვეტოვებინა და წავსულიყავით, ხო? ყოველთვის გინდა იმათთან ერთად იყო ეს, ჩვეულებრივი ამბავია. არ გინდა შვილთან და ცოლთან იყო და იქ რაღაც დედასთან და მამასთან იყო მაგ მომენტში. იქ გინდა იყო, იმიტომ რომ იქ ისი რომ მეტად ჭირდები ადამიანებს და ისინაც გინდა იქ იყო, იმიტომ რომ ეს შენია. ეს შინაგანად თუ არ არის ადამიანის სულიერად ძლიერი, ამას ვერ ისწავლის კაცი.
ამას არ უშვილეს განათლება. რასაკვირველია, ეს აძლევს განათლებას, მაგრამ სულიერად უნდა იყოს შინაგანი განათლება და მაშინ ეს ყველაფერი მოხდება. ეს მაგალითია ყველა შვილებისთვის, ხო? რა უნდა ქნას ექიმად და არა მარტო ექიმად, მოქალაქედ. მე ვერ დავტოვე ომის დროს ჩემი ქალაქი. ყოველი ფოთოლი, ყოველი ხე, როდესაც ფეხით მოძრაობდით, რა თქმა უნდა, ომის პერიოდში, ყველაფერს ვიმახსოვრებდი. წარწერა სამწუხაროდ ხეებზე გინახავთ, რა თქმა უნდა, ხო, რაღაც ამოჩხაპნილები. ყველა ამოჩხაპნილი მახსოვს. ჩემი სახლიდან სამშობიარო სახლამდე. სამწუხაროდ მახსოვს. იმ აუბედი დღამეს ზარი მხოლოდ აფხაზეთში მცხოვრებ ექიმებს არ უხმობდა. ზარების რეკვა ადამიანთა განსაცდელი უყურადღებოდ არც აფხაზეთიდან ასეულობით კილომეტრით დაშორებულ ექიმებს დარჩენიათ. ომის დაწყებიდან რამოდენიმე საათში სოხუმში უკვე ქართველი ექიმების მთელი არმია იდგა. თუ ვინმეს შეუძლია სიამაყით თქვას რომელიმე დარგის წარმომადგენელმა, რომ ეგ პერიოდი განვლო ისე რომ მადლობის მეტი არაფერს იმსახურებს ჩვენი საზოგადოებისგან, ალბათ სამედიცინო დარგის წარმომადგენლები არიან თბილისში და რეგიონებში. ერთნაირი ძიმე პირობები ჰქონდათ და ამ რთულ სიტუაციაში შეუძლებელი შეძლეს რეალურად სამედიცინო დახმარების საქმეში. კარგად გამოვიდა ეგ, ნამდვილად კარგად გამოვიდა. პირველი ვინც გამოგვიწოდა ხელი ასე დროს ეს იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ბატონი ირაკლი მენაყარიშვილი. რა უნდა ვთქვა ბატონ ირაკლიზე? ეს არის უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე ექიმი, მენეჯერი და გვერდში ამოგვიდგა ჩვენ. ამოგვიდგა გვერდში თავისი ხალხი. დღევანდელი ჩვენი საუბრისას მე პრაქტიკულად არც ერთ გვარს არ დავასახელებ, არა იმიტომ რომ არ ვიცი ან არ მინდა. არაფერ შემთხვევაში. მაგრამ ერთ-ერთ ბადგანზე მე მაინც ხაზგასმით მინდა მოგახსენოთ, ეს გახდათ აფხაზეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ქალბატონი მერი ჯანგველაძე, რომელიც საომარი მოქმედებდა იმ დაპირისპირების დაწყების პირველ დღიდან ბოლო დღემდე სოხუმში ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს შენობაში იყო, იქ მუშაობდა, მისი სახლი დაიბომბა, იგი პრაქტიკულად გადმოსახლდა ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო მდებარეობდა აფხაზეთის მთავრობის აი ამ დიდი შენობის, საიდანაც ბოლოს გამოსვლისას, ასე ვთქვათ, დააპატიმრეს ბატონი ჟიული შართავა და მისი გუნდი და შემდგომ გაუსწორდა ხესურად. აი იმ შენობის მარცხენა რიგელში, ანუ პრაქტიკულად ეს არის იმ შენობაში განლაგებული დაწესებულება. ის იყო უკანასკნელი სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც ფუნქციონირებდა ალყაშემორტყმულ და ბომბების ქვეშ მოქცეულ სოხუმში. გამჭული ის იყო, რა ქვია, ცეცხლი. ესე კედელთან დავდექი ერთხელ და ღმერთო, ნუ მომკლავ თქვა, აი ღმერთმან ესეც კი ვთქვი, იმიტომ რომ ინგრეოდა რა ფაქტიურად ყველაფერი. ქვიშით სავსე ტომრები შევკერეთ ჩვენ თვითონ. ყველაფერი ესე რომ ქვიშით სავსე ტომრებმა ძალიან გადაგვარჩინა სხვათა შორის. ყველაზე ეფექტურად ალბათ ყველაზე ორგანიზებულად ეს იყო სამედიცინო უზრუნველყოფა. არ შეიძლება რომ არ გამოვყოთ ყოველთვის ავტოჯორბენაძეს ორგანიზებით ყველა ქალაქში ფრონტის სიახლოვეს ქართული ჯარის შესვლასთან ერთად ოპერატიულად ხდებოდა ხოლმე ყოველმხრივი სამედიცინო კუთხით უზრუნველყოფა. მე არ შემიძლია არ ვილაპარაკო იმ ექიმებზე, ვინც ჩამოდიოდა საქართველოს სხვა კუთხეებიდან და პირველ რიგში ჯანდაცვის ხელმძღვანელობაზე, თვითონ სახელმწიფო ხელმძღვანელობაზე. მე მაგალითად პირადად სულ მახსენდება ბატონი ავთანდილ ჯორბენაძე. ავთანდილ ჯორბენაძე მე ასე ვფიქრობ, რომ არ ყოფილა ალბათ კვირა, რომელიც იქ ომის ფრონტზე ამ ხაზზე არ ყოფილიყო, საავადმყოფოში არ მისულიყო, არ ეკითხა რა, როგორ და აი ყველანაირად გვეხმარებოდნენ. თითქმის ჩვენთან იყვნენ სულ მთელი ომის პერიოდი გიანიშნიანიძე და ლადო გეორგაძე იყვნენ ჩვენთან თავისი ბრიგადებით, რომლებიც იცვლებოდნენ. ექიმების და სამედიცინო პერსონალის დეფიციტი არ მქონია. განსაკუთრებით მინდა აღნიშნო დიდი მადლობა უთხრა ყველა იმ თბილისელებს, ვინც ჩამოვიდა იმ პერიოდში. მათ შორის რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, ჩვენი კოლეგა
და ასე რომ იმათმა ძალიან კარგია როცა ჩამოდის თბილისელი კაცი შენი ქალაქის დასაცავად. მართალი ის არ იყო მარტო ჩვენი ქალაქი და იყო ყველას ქალაქი იყო და მაგრამ ჩვენ ასე გქონდა ასეთი რაღაც ჩემი ქალაქის დასაცავად ჩამოვიდა ძალიან ბევრი კარგი ცნობილი თბილისელი ექიმი და თავიდან ბოლომდე იქ იყვნენ. პირველი ბრიგადა ჩავედით სოხუმში ღამის პირველ საათზე. ჩაბნელებული აეროპორტი, ჩაბნელებული გარემო და აღმოჩნდით მივედით გურლიფშის სამონტყოფოში. სადაც უკვე შემოყვანილი იყვნენ გარდაცვლილების და დაჭრილების. 158 ექიმი არის თბილისიდან იქ ჩასული. ქუთაისიდანაც იყვნენ ექიმები, 158. ნოდარ ბოხვა გარდაცვლილია და ამიტომ მე მინდა ვახსენო ეს უმაღლესი დონის ექიმი არ ბოქშორები, კათედრის გამგეები, აკადემიკოსები, პროფესორები მოდიოდნენ და იქ მუშაობდნენ 24 საათი. ერთ-ერთი ფრაგმენტი იყო თბილისელი არის, სოხუმელი იყო, მაგრამ თბილისში ბადური მოსიძე პროფესორი, რომელსაც პრაქტიკულად არ მიუტოვებია სოხუმი ომის დროს. თავიდანვე იყო ორგანიზებული ისე, რომ 2-3 ბრიგადა დავდიოდეთ ქირურგების. თავარი ქირურგი რესპუბლიკის. ბატონი გურამი გვასწავლია, რჩებოდეთ იქ 2 კვირა. იმიტომ რომ გაძლება ამისი მთელი 2 წლის განმავლობაში მე მოგახსენებთ, რომ ძალიან ძნელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად გვეხმარებოდნენ ამის გადატანაში ჩვენი სოხუმელი კოლეგები. ენაზე მადგა სიტყვა ჩვენი აფხაზი კოლეგები. თქვენ წარმოიდგინეთ ისინიც იდგნენ ჩვენ გვერდით. არავით არის ძალდატანება ექიმებზე. შენ ხვალ უნდა სოხუმში წამოხვი, რიგი იდგა. თბილისში იდგა რიგი ექიმების. ჩემთან პირადად კატასტროფის მედიცინის სამსახურში იდგა რიგი. ისინი არც ხელფასღებულობდნენ, არც სამივლინებოს და არაფერს. ოჯახები აქ მშიერი ყავდა. საჭმელი არ ქონდა, სასმელი არ ქონდა. რიგი იდგა. ორგანიზაციულად ის მართლაც არ ყოფილა არავით არის პრობლემა, იმიტომ რომ ყველა იყო მოხალისე. არც ერთი მათგანი რეალურად ამაში არ დამატებით ანაზღაურებაზე იყვნა და რაიმე განსაკუთრებული სხვა სტიმული მათ არ გააჩნდათ, მათ ელოდათ ფრონტის პრაქტიკულად წინა ხაზზე, სულ რაღაცა 2-3 კილომეტრში საომარი მოქმედების ხაზიდან ცხოვრება რამოდენიმე საავადმყოფოს პალატაში და დღე და ღამე საოპერაციოში მუშაობა, ის ხო? ის პერსპექტივა რაც მათ ელოდა და რასაც ისინი ითხოვდნენ უბრალოდ რომ რაც შეიძლება სწრაფად გამგზავრებულიყვნენ. თბილისის ზღვაზე იმ პერიოდში მიმდინარეობდა მოხალისეების მიღება, წრთნა, შეიარაღება და სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტები მათ თვითორგანიზაცია დაიწყეს და გამოთქვეს სურვილი თბილისის ზღვაზე მოხალისეთა რიგებში გაწევრიანების ყველა 20-ს, ყველა 100-ს სანინსტრუქტორებად მივამაგრეთ თითო მომავალი ექიმი. საქართველოს ერთიანობისათვის ძველას ჩაერთო ქართული სტუდენტობა, ბუნებრივი არის, ხანდა წარმოუდგენელიც იქნებოდა იმ პერიოდში და განსაკუთრებით აქტიურები იყვნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები. მე ზუსტ ციფრს ვერ დაგისახელებ, მაგრამ ათეულობით მათგანი წავიდა ბრძოლის ველზე, მაგრამ 5 აღარ დაბრუნებულა უკან. ისინი არიან ილია მელაძე, რევას მუმლაძე, ვასილ კილაძე, ნიკოლოზ ღიბრაძე და გიორგი მიროტაძე. გიორგი მიროტაძე ფრონტზე წავიდა, მე მახსოვს აი ვიხსენებ პერიოდს, ამბობდა ასე რომ მივდივარ ქართველების და აფხაზების შესარიგებლად, იმიტომ რომ ის ქართველი იყო და აფხაზიც იყო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დიდი სოკრატ არჩბას შვილიშვილი. ვიღაცამ დაიძახა დაჭრილია. სავარაუდოდ დაიძახეს მოწინააღმდეგეზე, რომ დაჭრილია. გიორგი მიროტაძე წამოხდა და გაიქცა მემართულებად, საიდანაც დაუძახეს და აქ მოხდა ტყვეები. ის ფაქტორი სისხლით დაეცამა. იმიტომ რომ ტყიდან მოყავდა ხელით. ადამიანი მოკვდა უკვე საოპერაციოს კართან. გულრიფში საავადმყოფოში მოიყვანეს და ცოტა უკვე ბუნდოვნად დაიწყო, რასაც
აშკარად ჩანდა რომ სისხლდანაკარგი აქვს დიდი. საოპერაციო სკარამდე კიდევ ლაპარაკობდა და აი კარი რო იღებოდა მაშინ მოკვდა. ძალიან ძნელია სიტყვებით გადმოცემა იმ ყველაფერს, რასაც ეს ბიჭები აკეთებდნენ და აი როგორ ფაქტურად სიკვდილის შიში დაკარგული ჰქონდათ. ეხლა ყველას კარგად მოიხსენება ზაზა ბენდელიანი, ჩვენი დაღუპული გმირი და მისი ცხედარი გამოასვენა სამედიცინო ინსტიტუტის ერთ-ერთმა სტუდენტმა, წურწუმია, რომელიც არც მინა შეუშინდა, არც იქედან მომავალ ტყვიების წვიმას, იმისთვის რომ ცხედარი ოჯახს დაბრუნებოდა, თავისი სიცოცხლე გაწირა. აი რაღაც ისეთი მოწესრიგებული ლამაზები მესამე მეოთხე კურსის სტუდენტები წარმოიდგინეთ, ელიტა თავისი კულტურით, ცოდნით ახალგაზრდა ბიჭები აი ესეთი ენთუზიაზმით მოდიოდნენ, ეწერებოდნენ, გადიოდნენ წუთნას, მაგრამ იარაღი არც ერთ არ ჭერია, სამედიცინო ჩანთა იყო მათი ერთადერთი იარაღი და ფრონტის ხაზთან სიახლოვეს უნდა ასეულებსა და ბატალიონების შტაბებში იყო მათი მოვალეობა, რომ ევაკუაცია რომ მოხდებოდა დაჭრილის, იქვე პირველად სამედიცინო უზრუნველყოფა მომხდარიყო. 8 თვის თავზე დაახლოებით მოგეხსენებათ დესანტის სამწუხარო მოვლენები, ივლისის დესანტი, ეგრეთ წოდებული. ეს იყო ყველაზე დიდი დანაკარგი ჩვენს რიგებში, ქართული ჯარის რიგებში, ასეთი დიდი დანაკარგი მანამდე და არც მას შემდეგ სოხუმის დაცემამდე საქართველოს მხარეს, ჩვენს მხარეს არ ქონია. მაგალითად ვასილ კოკილაძე სწორედ ივლისის დესანტის დროს დაიკარგა ესევე მუბლაძე რევაზი დაკარგულად ითვლება ეს ორი ახალგაზრდა, მათი ცხედარიც არ იქნა ნანახი. და მე სწორედ ამ ივლისის დესანტის მოვლენების დროს დავიჭერე მძიმედ და ამის შემდეგ დამთავრდა ჩემთვის ომი. უფლება არ აქვს რომ დავიწყოთ ჩვენი შინდელი დღე და ის ჩვენი გმირი ბიჭები, ის ჩვენი გმირი მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლას შეეწირნენ. სწორედ ამის გამოძახილი იყო ჩემი სურვილი, რომ ეს ყველაფერი დოკუმენტურად წიგნში ამესახა და მეტი ინფორმაცია მიგვეწოდებია ჩვენი მოქალაქეებისთვის და ჩვენი მომავალი თაობებისთვის. მათი სახელები და გვარები უნდა იცოდეს სტუდენტებმა, სხვა თაობამ. რა თქმა უნდა, ისინი ბიჭებად დარჩნენ, იმიტომ რომ სტუდენტებად წავიდნენ ომში და სტუდენტებად დაამთავრეს თავიანთი სიცოცხლე. უნიჭერესი ბიჭები იყვნენ, მე ზოგიერთ მათგანს ვიცნობდი. ეს იყო საოცარი პროფესიული ენთუზიაზმი, ერთგულება პროფესიული. ეს ნამდვილად უნდა დააფასოს ერბა, ეს ნამდვილად უნდა დააფასოს საზოგადოება და რა თქმა უნდა სამედიცინო საზოგადოების მომავალ თაობამ. ეს ყველას აზრია, რომ ექიმებმა სოხუმში იმუშავეს. ეს მუშაობა ექიმების მხრიდან უდიდეს გამბედაობას და გამძლეობას მოითხოვდა. ყოველ წუთს შესაძლოა პაციენტის როლში თავად აღმოჩენილიყვნენ. ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა ტყვიას მათი სიცოცხლეც ემსხვერპლა. პირველი ჭურვი მოხდა აი სოხუმის სამშობიარო სახლს, ეს იყო ოქტომბრის თვე. წარმოიდგინეთ სამშობიარო სახლს, ვინმე ოდესმე, თუნდაც ის ჩვენი აფხაზი ექიმები, ჩემი კოლეგები, რომლებიც თანაც ერთად ვიჭექით, არასდროს არ იფიქრებდნენ და არც დაუშვებდნენ, რომ ეს შეიძლება მომხდარიყო, რომ დაებომბათ მიზანმიმართულად სამშობიარო სახლი და საკვირველი სერძო მაინც და მაინც ბავშვთა განყოფილებას ხვდებოდა ყოველთვის ჭურვი. ეს ბავშვები ესე კამარს გავიკრავდით ხალათ ზემოდან და უბეში 2-3 ბავშვი ესე გვეჭდა და ჩავყავდა სასწრაფოდ, რა თქმა უნდა, ჩავყავდა თავში საფარში. და ამ ბავშვებს თქვენ უტოვებდით ეზოს ძაღლ შარიკას. ყარაულობდა შარიკა ჩვენს ბავშვებს. წარმოიდგინეთ, ადამიანი გვომბავდა და ძაღლი ყარაულობდა ბავშვებს. რკინის გზის სადგური, პატარა სადგური კელასური იყო ჩვენ საუნტროფოს წინ და იმ სადგურის გვირაბიდან ხშირად გამოდიოდა მატარებელი, რომელზეც ქვემეხები იყო, დაბომბავდნენ პოზიციებს და უკან შედიოდნენ. ეს ხო გაიგეს აფხაზებმა და ხშირად იბომბებოდა ის ადგილი, საიდანაც ეს მატარებელი გამოდიოდა. იმიტომ ძალიან ბევრი მტერიც იყო ქალაქში და გადასცემდნენ, რომ აი შემოვიდა გემი, გამოვიდა მატარებელი და იბომბებოდა.
ბევრჯერ დაებომბა ჩვენი საავადმყოფო. საოპერაციო ბლოკი გვერდით ჰქონდა ეს მიშენებული. ჭურმა გადაიფრინა იქ ჩაერჯო, ორი ჭურვი საოპერაციო წინ და გადავრჩა. იყო შემთხვევები, როცა საოპერაციო იბომბებოდა, ანუ საოპერაციოში შევარდა უმბარა და აფეთქდა ოპერაციის დროს. თუ ჩვენ და საბედნიეროდ მსხვერპლი არ ყოფილა, მაგრამ ცელოფანი გააკრეს ფანჯრებზე ექიმებმა და გააგრძელეს მუშაობა. პრაქტიკულად ფრონტის ხაზზე იყო რესპუბლიკური საავადმყოფო, მაგალითად სოხუმში. მის კორპუსებს რამოდენიმეჯერ მოხდა ფრონტის ხაზიდან, ასე ვთქვათ, დაბომბვის, ქალაქის დაბომბვის დროს ნასროლი უმბარა. ფრონტზე იარაღის გამოყენებით დაცვა ქალაქისა და საოპერაციო მუშაობა პრაქტიკულად ერთი და იგივე რისკის და ერთი და იგივე დატვირთვის თემა გახდათ მაშინ. შიში იცით რა არის? მართალი გითხრათ, იქ შიშია, მე ვეღარც ვატყობდი რომ მათ ეშინოდათ. ფრონტი რესპუბლიკური საავადმყოფო, სადაც ძირითადი 1-200-300 მეტრში იყო ფრონტის ხაზიდან. ყველაზე ახლოს იმასთან აქ ფრონტის ხაზთან. ყველაზე ახლოს საავადმყოფოები რომელიც იყო, ისინიც არ გაჩერებულო. სულ ცოტა ხანი მოიწვიეთ, ერთი წამი. ხო, შემოვიდა, ხო. ადამიანები თავის ოპერაციის დროს თავის სხეულით აფარებდნენ, რომ არ ჩაცვლილიყო მტვერი და რაღაცა ეფარებოდნენ ჭრილობას. აი ვინც იყო შინ საოპერაციაში და ეს არ არის ერთეული შემთხვევა და ეს არის ინსტინქტია, ჩვეულებრივი ამბავია. შენ რასაც სათუთად უვლი, იმ მომენტში შენ თავზე არ ფიქრობ, იმას იცავ შენ. ეს გიზის სისხლში რო შენი საქმე ახლა ამ მომენტში ეს არის. შენ რაღაც კი უნდა ამოკერო უბრალოდ. შემდეგ გადაარჩი ამოკერვის უკან დღეს ადამიანი მისი ცხოვრება და მისი ბედი. მე მახსოვს მეორე საავადმყოფოსთან იმოდენა ჭურვი ჩამოვარდა, რომ მისი დიამეტრი, რა ვიცი, ალბათ 1-10 მეტრი იყო. აი სულ რამოდენიმე მეტრში 10-და თვითონ საავადმყოფოს. რამდენი სიცოცხლე, ასობით, ათასობით სიცოცხლე გადაარჩინეს. საომარმა მოქმედებებმა სამედიცინო საზოგადოება სრულიად განსხვავებული მოცემულობის წინაშე დააყენა. კურნელობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი პირველ რიგში დაეხმარა ყველაზე გაჭირვებულს სამხედრო მედიცინასთან წინააღმდეგობაში მოდიოდა. საექიმო კოდექსი ომის კანონებმა გადაკვეთა. ომის სიტუაციას თავისი კორექტივი შეაქვს ჩვენს მოქმედებაში. ნაკლები დროა ფიქრისთვის, ნაკლები დროა გადაწყვეტილების მიღებისთვის და რა თქმა უნდა ტაქტიკური და სტრატეგიული გადაწყვეტილება ამის ერთდროულად უნდა მიიღო და მაქსიმალურად შეამცირო თვითონ ჩარევის ტრავმატიზმი, რომ დამატებითი ტრავმა არ მიაყენო ისედაც დაჭრილ ადამიანს. პირველი და ურთულესი რაც იყო ვიცოდით, მაგრამ გადაწყობა ამ რელსებზე ომს აქვს თავის კანონი და ყველა მასიურ შემოსვლას პაციენტებისას. პირველი დახმარება, პირველ რიგებში დახმარება უწევენ არა მძიმე დაჭრილს, არამედ იოლს. იოლს, იმიტომ რომ ბრძოლა მის სიცოცხლის გადასარჩენად უფრო ხანმოკლეა და უფრო ეფექტური. და შემდეგ უკვე სიმძიმის მიხედვით გამიგეთ მშვიდობიანი პროფესიიდან ამაზე გადასვლა საკმაოდ ძნელი მომენტია, როცა იცი რომ ის უკიდურესად მძიმეა. ჩვენ გვასწავლიდან ინსტიტუტში თუ როგორ უნდა მოიქცე ომის დროს, თუ როგორ უნდა რა манипуляციები უნდა მოხდეს, იქ აბსოლუტურად სვანერად დაყირავდა ეს ამბავი და იმიტომ რომ გასაგებია ეს თავისი სპეციფიკა ქონდა ლოკალური ომი იყო და ასე შემდეგ. ასიმეტრიული საბრძოლო მოქმედებები უკვე მოითხოვენ სხვა მიდგომას ამ სამსახურისადმი. ეს მეტაურის აზროვნებას და მეტაურის ხედვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ხალხარაშვილმა დამიბარა დამავალა ეს ბრიგადის სამსახურის აწყობა. ძალიან მარტივად სქემატურად ახსნა ეს ასიმეტრიული საბრძოლო მოქმედება. და მეთქვა რაც გინდა მომთხოვა. მაგრამ თუ ჯარისკაცს აქვს თუნდაც ერთი შანსი რომ გადარჩეს, ის უნდა გადარჩეს. უპატრონობისგან არავინ არ მოკვდეს. მთელი სიმძიმე ამ შემთხვევაში დასაწყისში და შემდგომშიც სამოქალაქო სექტორზე გადავიდა და სამოქალაქო ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო იყო ძირითადი რგოლი, ვინც
კოორდინაციას ახდენდა სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებულ საკითხებთან. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში დაიწყო ისე, რომ ქართული არმია ფორმირებული არ ყოფილა ბოლომდე, სამედიცინო სამსახური უბრალოდ არ არსებობდა. პრაქტიკულად მობილიზებული იყო მთელი ჯანმრთელობის დაცვის სამსახური, მთელი ჰოსპიტალური სისტემა. ფრონტის ინტერესებს დაექვემდებარა პრაქტიკულად ყველა სამსახურის სამედიცინო, ყველა იმ რეზერვით, რომელიც მანამდე არსებობდა. იქვე ხდებოდა სამედიცინო ჰოსპიტალად გადაკეთება სამოქალაქო საავადმყოფოების, იმიტომ რომ პლაცდარმები იმდენად ვიწრო იყო და ერთმანეთისგან მოწყვეტილი, იმ დროს, როდესაც შორი ახლოს რაღაც 10 კილომეტრში ბრძოლები მიმდინარეობდა, გადაუდებელი ოპერაციები ტარდებოდა და ყოველ წუთიერად შეყავდათ დაჭრილი. ჩვენ გამოუცდელები ვიყავით, ჩვენ ხო სამხედრო ექიმები არ ვიყავით და უცებ მეორე დღეს აღმოჩნდა რომ ვართ სამხედრო ექიმები, იმიტომ რომ უნდა გწოდნოდა ევაკუაციის წესები, ტრიაჟი, უნდა გწოდნოდა რაღაც როგორ მოვიქცეთ ომის დროს, როგორ ვიაროთ ბრძოლის ველზე. გინდათ საკაცის გადატანა ყოფილიყო, ესე იგი სანიტარის დონეზე, გინდათ პირველად დახმარება და რაღაც შესახვევში რაღაცების კეთება და გინდათ ტრიაჟი ყოფილიყო და გინდათ ტრანსპორტირებაში მონაწილეობა. ყველგან სადაც ვიყავი საჭირო, ვიყავი როგორც, როგორც ყველგან ცდილობდი მონაწილეობა მიმევა. ბატონი ნოდარ ბოხუა ნათელში ამყოფოს იყო აკადემიკოსი. სოხუმში მუშაობდა ჩვეულებრივ სანიტრად. აი გია ჭირაკაძე, მომღერალი, მისი შვილი დაიღუპა გაგრაში. და მე და ბატონმა ნოდორმა გადმოვასვენეთ გაგრიდან სოხუმში. საკაცის ერთი მხარეს მე მეჭირა და მეორე მხარეს აკადემიკოს ბოხუას. ყველაფერი უნდა გვეკეთებია, იმიტომ რომ უნდა გადაგვერჩინა სიცოცხლე. უნდა გითხრათ, რომ თბილისმა მობილიზაცია გაუკეთა ყველა თავის უძლიერეს ძალებს, გაყო ის ორად ნაწილად, თბილისი და სოხუმი. ამიტომ ადვილი იყო გაგება იმ გადაწყვეტილების, რაც მისმა კოლეგამ მიიღო თბილისში. იყო შემთხვევა, როცა დღის განმავლობაში 90-მდე დაჭრილი მოუყვანიათ, წარმოგიდგენიათ რა სჭირდებოდა გადავაკეთეთ მე სამშობიარო განყოფილება, სასწრაფო საოპერაციო, სამი საოპერაციო მუშაობდა, საკმაოდ რთული იყო ამ ყველაფრის მიღწევა და კიდე ერთი მნიშვნელოვანი და სიმძიმე იყო ზოგჯერ რუსები ბომბურას აეროპორტიდან ჩაკეტავდნენ ხოლმე სიმცეს და შესაბამისად მედიკამენტები, შესახვევი მასალა და ბევრი სხვა რამე დაგვიანებით მოდიოდა. იძულებული ვიყავით ხანდახან ერთი-ორჯერ სოჩაშიც ვიყავით წასულები, იქაურ ქალაქის მერს შევხვდით, აუხსენით უბრალოდ მდგომარეობა და გარკვეული დახმარებაც მივიღეთ, ეგეც მნიშვნელოვანი იყო. რამდენი რამ სჭირდება იმას, რომ ავადმყოფს უშუალო საუბარია მატერიალურ რესურსზე, მედიკამენტზე, საწვავზე და ყველაფერზე, ხომ უბრალოდ ვერ იმუშავებს. ვერაფერი მარტო ცარიელი ხელები რაც არ უნდა გონიერი იყოს და გამოცდილი მედიკოსი, იგი პრაქტიკულად ვერაფერს შეძლებს. აი ყველაფრის ამის მიწოდება გვხვდებოდა თვითმფრინავებით იმ სრულიად ზოგჯერ ქაოტურ მდგომარეობაში, რომელიც თბილისის აეროპორტში და ბაბუშერას აეროპორტში იყო შექმნილი. კიდე შეგვიძლია რომ თვითმფრინავებმა იფრინოთ, დაატვირთული თვითმფრინავებით. ხანდახან მე მიფრინავ თბილისში და ესე იგი ტვირთი, რასაც კი ჩამოვწერდი, რაც კი მქონდა აუცილებელი, მე მქონდა გახსნილი მწვანე გზა. მახსოვს ერთხელ ლანჩავას იყო სამხედრო რაზმის რა ბატალიონის უფროსი და იმის თვითმფრინავითაც კი ვიფრინეთ, ტვირთი წამოვიღეთ იქიდან, ცალკე თვითმფრინავებითაც მოფრინავდა. ხდებოდა საჰაერო ტრანსპორტით უზრუნველყოფა, რაც უზარმაზარ ხარჯებზე აღარ ვლაპარაკობ. მორალურ და ფიზიკურ დატვირთვასთან იყო დაკავშირებული. ჯერ ერთი ევაკუაცია დაჭრილების. შემდეგ ექიმების ჩამოყვანა, წამლები, საწვავი, ყველაფერი, ხო წარმოგიდგენიათ. და ბოლო პერიოდში უკვე საჰაერო ტრანსპორტიც იყო სროლის ქვეშ. და ერთი თვითმფრინავი ალბათ იცით ჩამოვარდა და დაიწყო.
მეტყოდით აეროპორტში რა ჩვენ ახლა დაჭილები უნდა წავიყვანოთ, მოხსნიდეთ თქვა ჯარის ნაწილს და ჩასვამდე დაჭილები და ჩვენ აი ეს იყო რაღაცა საოცარი პერიოდი, როდესაც ჩვენ ექიმებს სამედიცინო პერსონალს პრობლემა არ ჰქონდათ. გუდაუთისკენ და ოჩამჩირეში იყო სამხედრო საწყობები, რომელიც გახსნა არ შეიძლებოდა მარტო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური განყოფილება იყო, რომელიც თანხმობას გააკეთებდა ამისას. აღარ უცდიდი არც ერთ იმას, რა ქვია, თანხმობას, გავხსენით ოჩამჩირეში საწყობი და სოხუმში ლენინის მოედანი იყო, შეუფრენით დაფრინდი პირდაპირ იქა მთელი, ესე იგი სავსე ეს პატარა ვერტფრენი ითი რა ქვია შესახვევი მასალით იქ იყო ტკივილდამაყუჩებელი წამლებიც, ანტიბიოტიკებიც და სხვა და სხვა. სხვა შორის ეს მეცხრე განყოფილება დამემუქრა კიდევაც რომ აი მომილო დამთავრდება გიჩივლებთ. მოთხარი კარგი თქო. მერე მიჩივლეთ თქო და ეხა გავხსენი საწყობები. მედიკამენტების მწვავე დეფიციტის პირობებში განსაკუთრებით დიდი იყო მოთხოვნა ანტიბიოტიკებზე. კრიზისული სიტუაციიდან საკმაოდ საინტერესო გამოსავალი მოიძებნა. მეორე მსოფლიო ომში კარგად აპრობირებული პრაქტიკა წარმატებით გამოიყენეს მე-20 საუკუნის ბოლოს აფხაზეთის ომში. გამოვიყურიეთ სანგრებში რა ტიპის მიკრობები იყო უპირატესად წარმოქმნილი. ასევე გამოვიყურიეთ ჭრილობები, რომელი მიკრობებით იყო და შესაბამისად ფაგები დავამზადეთ, რომელიც უიაფესი იყო, ძალიან ადვილი. გამოვაგზავნინეთ სოხუმში ინსტრუქცია უტარდებოდა ექიმებს და ვიწყებდით ფაგებით მკურნალობას ან ანტიბიოტიკებით შერეული და საკმაოდ კარგი ეფექტი მივიღეთ და კარგი შედეგები ჰქონდა. ძალიან ცოტა ხანი იყო გასული ომის დაწყებიდან. რუსეთის ტელევიზიამ გამოაცხადა, რომ ქართველებმა სოხუმის მაიმუნ საშენში მაიმუნები დაავადეს და როგორც ბიოლოგიური იარაღს ისე იყენებენ თქვა აფხაზების წინააღმდეგ. ნუ წარმოვიდგინეთ რა სისულელეა ქართველი იქნება თუ აფხაზი იქნება თუ სხვა იქნება, როგორ უნდა გაარჩიოს ბიოლოგიურმა იარაღმა თქვა ვის გახდის ავად. აბსოლუტური სისულელე იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა ჯანდაცვის სამინისტროში გადაწყვიტა, რომ დავსულიყავით სოხუმში და ადგილზე გვენახა ყველაფერი რა ხდებოდა. მთავრობიდან დარეკეს აეროპორტში, რომ პირველივე თვითმფრინავისათვის გავეყოლებინეთ სოხუმში. ელოდებოდა მხედრიონს სპეცრეისი, მაგრამ მხედრიონი რაღაც ვერ შეიკრიბა დროულად. ამასობაში მიფრინავდა რეისი თბილისი-ბათუმი, ხალხი მიდის დასასვენებლად ბათუმში. და ბიჭები მოვიდნენ გვარდიელები, იცოდნენ რომ მეც იქ მივდიოდი და თქვეს რომ მოველაპარაკეთ პილოტსო და სოხუმის გავლით ბათუმშიო. ნუ ეს ხო ეხლა სასაცილოა, მაგრამ მაშინ ნუ ახლა უნდა გენახათ იმ ხალხის სახეები, ახლა რომლებიც თვითმფრინავში იჯდნენ და ბათუმში უნდა გაფრინდნენ. ამ დროს სალონში ხდება რაღაც ბიჭები სამხედროები გვარდიელები, მოაქვთ ყუთები, თქვათ ვიაწამლი და სალონში ლაგდება ეს ყველაფერი. ასე ჩავფრინდით სოხუმში. დავედით ინსტიტუტში, ნახეთ საცავი, სადაც თქვათ ინახებოდა ბაქტერიული კულტურები. არაფერი ხელნახლები არ იყო საცავი, ყველაფერი დალუქული იყო, კარგად იყო შენახული. და ნუ რა თქმა უნდა, სათანადო აქტი შევადგინეთ. მე რა თქმა უნდა იქ ღამეს ვათევდი ხოლმე აგუძერის ჰოსპიტალში და ყველაზე უფრო რაც ესე დამამახსოვრდა ის იყო რომ წარმოგიდგენთ აგვისტოა საღამო ცხელა ხო აქ აგვისტო გაგრა ცხელა და ცარიელი პლაჟი და ეს ძალიან ესე მახსოვს ეხლაც რომ აი აბსოლუტურად აგვისტო საღამო და ცარიელი პლაჟი სოხუმში ეს ჩამჩარის ხსიერებაში ძალიან საშიშ პირობებში, უძნელეს პირობებში გვიხდებოდა. ხანდახან არ იყო საშუალება, რომ სასწრაფო გაგვეგზავნა და გამოგვეყვანა წინა ხაზიდან, იმიტომ რომ არ ქონდა საწვავი. ამდენად საჭირო იყო სამხედროებთან მისვლა. ია ყარყარაშვილი ძალიან გვეხმარებოდა. ესე იგი საწვავი, წყალი, ყველა ავადმყოფოს ქონდა დიდი ცისტერნებით წყალი აუცილებლად და ამდენად პრობლემა არ მქონია. სანამ შეეძლო ფრენა,
ნიშნიანიძეს თვითმფრინავით ესე კასრებით ჩამოქონდა საწვავი. აი წარმოიდგინეთ ახლა, როდესაც შეიძლება ერთმა პატარა ტყვიამ აფეთქოს თვითმფრინავიце და ყველაფერი და ამ დროს კასრები მოდის და სამინისტროში გავხსენით სპეციალური ოთახი, სადაც ქონდა ეს კასრები დადებული, სასწრაფო მოვიდო და ჩაუსხამდით სასწრაფოს და აი ესე მუშაობდით. რკინიგზელებსთან მიმართებაში ასევე მადლობა მინდა უთხრა, იმიტომ რომ ბევრი ვიარეთ აქა მოუძებნეთ დეპოში სადღაც ქონია ძველი სანიტარული მატარებლის მსგავსი. მე იქიდან ავაწყეთ საოპერაციო. სანიტარული მატარებლის პირველი ოპერაციები ჩატარდა გურამ გვასელიამ ჩაატარა, მე ხელი მოვაწერეთ ის ამით, რომ პირველი ოპერაცია ჩატარდა ამ სანიტარულ მატარებელში საოპერაციოში. აუცილებელი მოთხოვნებს პრინციპში მინიმალურად აკმაყოფილებდა და შემდეგ შესაბამისად მისი კურსირება დაიწყო სოხუმამდე, ჩადიოდა ხოლმე, მოყავდა ავადმყოფები უკან, ის შედარებით აადვილებდა და სრულად დამოკიდებული თვითმფრინავებთან დაკავშირებული არ ვიყავი. ბევრი რაღაცები ისეთი მე ვისწავლე ამ 2 წლის განმავლობაში, თითქოს მეგონა რომ მე ქირურგი ვარ და ასე ვთქვათ გავლილი ვარ ძალიან კვალიფიციური და მუშაობდი დაწესებულებებში. მეგონა რომ ყველაფერი ვიცით, მაგრამ ომმა მე მაჩვენა კიდე ბევრი რამე, რომელიც მე არც მინდა რომ ეს გავუმადგეს ცხოვრებაში. აბსოლუტურად აღარ მინდა. სროლა, ნაღმების აფეთქება, ცხედრების ზღვაში, ცეცხლმოკიდებული ცა, სისხლით მორწყული ქუჩები, გადაბუბული შენობები, გადამწვარი ხეები. ასეთი სანახავი იყო სოხუმი. ლურჯ ტალღების სილამაზე ზღვაში მოდივდივე ცხედრებმა, მაგნოლიების სურნელი დენთის სუნმა, თოლიების ჟივილი კი განწირულმა გოდებამ ჩაანაცვლა. მარტს პირველი დიდი შეტევა სოხუმზე, რომელიც ვერ გათვალეს აფხაზებმა კარგად და ჩვენ ვიგერიებთ და ძალიან დიდი მსხვერპლი იყო იქით მხარეს. ამ დღეს მე მახსოვს ზუსტად შემოიყვანეს 300 დაჭრილი. ძალიან რთული სიტუაცია იყო, ვიმუშავეთ ძალიან. იმდენი გადავარჩენეთ ამ დღეს. და მახსენდება სიტუაცია ერთი ჯარისკაცი სავარაუდოდ სტრესში იყო, ძალიან კონტუზია ჰქონდა მიღებული. ამოიღო ჭურვი. გარანტას რო ეძახიან. ჩეკ მოხსნა და ხელში უკავია. წარმოგიდგენთ, ამდენი დაჭრილი, ამდენი პერსონალი, ექიმები და ხელში უკავია ეს და არ არის ის გაუშვებს, აფეთქებს თუ არა. მე მივარდნენ მებრძოლები ჩაუდეს ეს ჩეკა უკან აი ესე გადავრჩე. როდესაც უკვე ბოლო ეტაპია სოხუმის აი ბოლო დღეებია და მეხმარებოდა გიორგი შენგელია, ძალიან ახალგაზრდა მაშინ ბავშვი იყო. ვცდილობდი რომ ესენი გამეყოლებინა რომელიმე თვითმფრინავს, რომ ჩამზარიყვნენ ეს ბავშვები, ნინო კიდევ უფრო პატარა იყო და დედამისთან ერთად რომ სადმე თვითმფრინავში ჩამესვა ესენი ევაკუაციის დროს და ამასობაში რომ უსაქმურად არ ყოფილიყო, ხა ნინოს პატარა იყო ძალიან მედავალი და გია მაღალი იყო და თხოვე მეთქი დამეხმარე მეთქი, როცა მოდიოდა ეს იკარუსები, ავტობუსები იყო დაცლილი და საკაცები იდგა და სკამები არ იდგა, პირდაპირ იატაკზე საკაცები და ეს იატაკი იყო მოკლედ იყო სისხლიანი. სულ კლიანად და ფეხის ტრიალებდა ამ შედედებულ სიზზე და როცა გიას ვთხოვე რომ მეთქი გია მეთქი უკვე არ დარჩა ადამიანები ვინც დამეხმარებოდა მარტო საკაცებს ვერ აიღებ და წინ საკაცი უფრო მძიმეა ვიდრე უკან და ვცდილობდი რომ წინ მე ყოფილიყავი და უკან გიას ვაყენებ და ერთ მომენტში ვხედავ რომ არ მომყვება გია აი წინაღლობას მიწევს და რო გავიხედე უკვე თურმე თვალები აქვს დახუჭული და იმიტომ რომ ისეთი ჭრილობაა რომ ვერ უყურებს ბავშვია 14 წლისა და ვერ უყურებს და თვალდახუჭული რომ მოდის იმაშობა ვერ მოდის იმიტომ რომ აღმართია საფეხურია და რაღაცა ხო და გაჩერდა და მე მივხვდი რომ ამას აშეული ეს ბავშვია და აშეული ამას ყურება წინ დავაყენე მე
მიუხედავად იმისა, რომ ის ძიმე იყო წინა ნაწილი და რთული იყო, მე კიდევ ვეღაც მოუნახე, ვეღაც ბიჭი და ისინი უკვე ორნი დავაყენეთ წინ და მე დავდექი უკან, რომ აი მათ არ ეყურებინათ აი ყველაფერზე. ერთ-ერთი ჩემი ნათესავი ექიმი, ქირურგი, სახის ქირურგიის სპეციალისტი, რომელმაც მიიღო ძალიან მძიმე იმპაქტი ომის დროს და მას ესე იგი თხოვეს უთხრეს ექიმებმა თვითონ მისმა კოლეგებმა, რომ იცი აი ალექსანდრე, შენ უნდა წახვიდე თბილისში, იმიტომ რომ აქ კი ახლა არ არის ომის პერიოდი, მაგრამ ნუ მაინც ძამძიმედ გაქვს გული და ერთი კვირა იწვა საავადმყოფოში და მე თქვა არა, მე არსად არ წავალ. მე ვთხოვე, ყველა მთხოვეთ, რომ რა მაინც თბილისში მეტი შესაძლებლობა იყო. არაო თქვა. და ბოლოს, როდესაც 27 სექტემბერს ერთმანეთს შევხვდით, მე ვთხარი, როგორ ახარ მეთქი და ნუ არა მიშავს, მაშინ ჰოსპიტალში იყო, სოხუმს ჰქონდა კიდე გარდა საავადმყოფოებისა ჰოსპიტალი და ეს ჰოსპიტალი იყო აგუძერაში. და რატო არ წაყევი ჰოსპიტალს მეთქი? იმიტომ რომ გაიყვანეს დაჭრილები, გაიყვანეს ბავშვები, ქალები, რაც შემომხედა გაკვირვებულად და როგორ შეიძლება მამაკაცმა მეო ქალების, ბავშვების და დაჭრილების ადგილი იქ არ იყო და მე წავყოლოდიო. კაი, მაშინ ჭუბერი წავიდეთ მეთქი, ნუ სვანეთი წავიდე მეთქი და გაიღიმა. მითხრა ვერ წავალ. რატო მეთქი და მე ჩემი გული ამას ვერ აიტანსო. ნუ ისე მოხდა, რომ შევძელით მისი გამოფრენა ჩვენ 27-ში ბატონი ედუარდი მოფრინავდა შევარდნაძე და იმ თვითონებს გამოვაყოლეთ და სამთვეში აქ დაიღუპა. ეს კი ადამიანმა იცოდა, რომ პრაქტიკულად მას არანაირი შანსი არ ქონდა და თავის გადასარჩენად ნაბიჯი არ გადადგა, სანაცვლები არ გადაარჩენ. მე მას გეუბნებით, ჩემი თვალით ნანახს. იცოდა, რომ კაც პრაქტიკულად გული დაფლეტილი ქონდა და არ გაყვა იმ გემებს, რომელმაც დაჭრილები წაიყვანეს, იმიტომ რომ ადგილი არ იყო ბავშვებისთვის და ქალებისთვის და დაჭრილებისთვისო. მე მგონი ამით ყველა ექიმი სათქმელი თქვა ამ ადამიანს. მე მახსოვს აქედან მივდიოდეთ მორიგ ცვლაში და ჩვენთან ერთად მოდიოდა კასპიის ბატალიონი. ერთად მივდიოდით. ჩემ გვერდით აღმოჩნდა ისეთი როგორც აღწერა ხანახა ქართველებს წითური თმებით სფერთვალება ყმაწვილი ახალგაზრდა 19 წლის ბიჭი და ბიძია იციოს ხო გემოთხარ როგორ არ ვიცი პირველად მიდიხარო და არა პირველად არ მივდივარ მეთქი იქ ცხოვრობდი და სხვა ნანახი გაქო და არა ცხვარი მეთქარ როგორ არ ნანახი და მე ვნახავო ჩვენ ოჩამჩირეში მივყავართ მე ვნახავ სხვასო კი მე ვთხარ როგორ მებერთელა პორტია ოჩამჩირეში და ეს კაცი და ჩემს უკან იჯდა ბესო შორღაერო გითხარით ნეიროქირურგი საშინელი შემოტევა იყო. დაჭრილზე ნუ უამრავი და საოპერაციოში ვარ ერთი მოჩდა ვაჟა მამა მიგზავნა მორიგი დაჭრილი. ერთი იყო აფხაზი, მეორე ჩვენი ჯარისკაცი. გავხსენი ეს ბიჭი. ეს ჯარისკაცი ჩვენი გუნკერდი გავხსენი, გადმოიყარა 5 ლიტრას სისხლი და გათავდა. ბესო შემოდის და მე კიდევ ვერ იცანია. ვინ უნდა მეცნობეთ? შეგვედით რომ იჯდაოთ თვითონში. აი ეს თვე და 13 დღე მართლაც საზარელი აღმოჩნდა. ცხადია ეს ყველაფერი ექიმებისთვის მეტად რთული გადასატანი იყო. საომარ მოქმედებებს, დატვირთულ რეჟიმს, ფსიქოლოგიურ სტრესს ბუნებრივად თანსდევდა შიშიც. თუმცა როგორც სხვა დანარჩენი, მათ ეს გრძნობაც უნდა დაევიწყებინათ. ან საკუთარი თავისთვისაც კი საგულდაგულოდ დაემალათ. იცით რა არის? ადამიანი რომელიც იტყვის ასეთ შემთხვევაში არ აშინოდა, მაგას ფსიქიკური აშლილობა როგორ არ გვეშინოდა? პირადად მე ჩემს თავზე ვიტყვი, როგორ არ მეშინოდა. ყოველ ჩემს კაბინეტში მქონდა პატარა ჩანთა, რომელშიც ჩაწყობილი მქონდა რაღაც
თბილი თანსაცმელი, რომ თქვენ არ ჩავარდნილიყავით და რაღაცა რო შეყოფილიყო სიტუაცია, რომ დღეში ანსადმე გავცეულიყავით. ომის შემდეგ დაახლოებით 2-3 წელი ყოველ რკინის კარების გაჩხაკუნებას რაღაცა ისე მქონდა 120. საკრებია გეშინია რომ შეიძლება მოკვდა. საკრებია შიში არის, მაგრამ იცი რა არის? ამ შიშს აკონტროლებ. აკონტროლებ იმით, რომ შენ მოვალეობა გაქვს შესასრულებელი. აი ის უფრო დიდი შიშია, რომ შენს მოვალეობას ვერ შეასრულებ. ვერ შეასრულებ მოვალეობას და აი შენი ღირსება ამით რაღაც შეიბილწება და აი ღირსების შებილწვას ისევ სიკვდილი ჯობია. მახსენდება ერთი ფაქტი, რომელიც მომიყვა მეორე სამართლობის თანამშრომლებმა და აი გიგა თოლორდავამ მოიყვანეს დაჭრილიო, აი თასავით კაც ბიჭი, მეომარი, რომელსაც ორივე ფეხი ჰქონდა მოგლეჯილი, ესე ნაღმზე აფეთქდა. ნუ პრაქტიკულად ისე იყო, რომ მისი გადარჩენის შანსი არ არსებობდაო და ორივე ფეხი აი ძალს როგორც ითქვა საზარდულებში არ ჰქონდა ფეხები და მიწა იყო მიყრილი და იცლებოდა სისხლისგან, ოღონდ ძალიან ისე ნელად რო იტყვია. ნუ გაუკეთეთო ესაც შეგველო გამაყუჩებელი რაღაცა და კი არ იწვავო, იდგაო რა პრაქტიკულად აი ამ საკაცეზე. და რამოდენიმე საათი 2 საათზე მეტი ხანი ცოცხლობდაო. და არაფერი ერთი არ დაუკნესეა, მხოლოდ ითხოვდაო სიგარეტს. მოწევდაო სიგარეტს, ვერ კიდევ თხოვდაო და ასე დაიფერფლაო. ამას კაცი რო ნახაო, აი მე ექიმი რო ხარო, როგორ არ უნდა გიყვარდესო ეს მეომარი კაციო და მათ გვერდით როგორ არ უნდა დადგეო. მათთვის უდიდესი мотиваცია იყო თვითონ ჩვენი მეომარი ბიჭების თავგანწირვა. და ისინიც გვერდში ერდნენ ბოლომდე. თვითონავით მიდიოდი აქედან ბევრი ჯარისკაცები და ნახეს რო ექიმი და ერთ-ერთმა მითხრა, აბა ბატონო კოთე, ჩვენ იმედიანად ვიქნებით თქვენ ტრახანახად. ეს სიტყვა ფრაზა იყო, მაგრამ ამაში იყო დიდი არსი. კავშირი შედგა რაღაცნაირი აი იმ პერიოდის ექიმებსა და მეომრებს შორის. რაღაცნაირი აი სულიერი კავშირი, ხო? იმიტომ რომ ეს ბიჭები ხედავდნენ, რომ ექიმი ის იგივე მეომარია. მეომარი და ზოგჯერ შეიძლება უფრო თავგანწირული. როცა მონაწილეობ რაღაც ევაკუაციაში და ბასიკლი ნაწილობრივ მეომარიც ახარ. იმიტომ რომ იქ არ დადიხარ შენ გამართული თეთრი ხალათი და არავის გარანტია არ აქვს იმისი, რომ ეს თქვია შუბში არ მოხდება. ჩვენ ჯარისკაცები ვიყავით, აბარა ვიყავ. ეხლა იარაღი რო არ გვეკავა რა, ეს კიდევ არის იარაღი მაინც ესური მტერს ხო? შენ ხარ დაუცველი, წინა ხაზზე ხარ და ომობ. ოპერაცია კეთდება და იბომბება და იმაში ის ჯარისკაცი აკოფში ჩაწვება. შენ ვერსად ვერ წვები, იმიტომ რომ ოპერაციას აკეთებ. და ხარ წინა ხაზზე. კეთდება ოპერაცია. დაჭრილები მოყვანილია და მიდის ოპერაცია. იბომბება ყველაფერი. ყველა დამალულია, ვისაც შეუძლია. ექიმი სად დაიმალოს? ის დგას საოპერაციოში. ამ დროს იბომბება ეს თვითონ ეს დაწესებულება. თავგანწირვა არ არის განა. წინა ფრონტის ჯარისკაცები ვიყავით, ნამდვილად ჩვენ ვიყავით სამხედრო ექიმები. ავტომატი არ გვეკავა ხელში, მაგრამ აბსოლუტურად მე ვთვლი, რომ მე სამხედრო ვიყავი იმ წუთში სულით ხორცამდე და ვიყავი ექიმი, მოწოდებით ექიმი, იმიტომ რომ სხვანაირად არ შეიძლებოდა იმ სიკვდილსიცოცხლის კონვეირის გატარება. სანამ ექიმი ყავს, ყველას გონია რომ თავშიც რომ მოხდეს ჭურვი, არაფერი არ დაიმა, ექიმი არის და მიაკერებს თავს. ექიმი რო არ აყავთ, ეგრევე საბრძოლო სულისკვეთება ეცემა სერიოზულად, ექიმს თუ რაღაცა დაემართა. ექიმს აქვს განსაკუთრებული სტატუსი ომის დროს. რატო? იმიტომ რომ ყველა არ არის შენობა ის იქნება მტერი, არა მტერი. ასრულებს თავის მოვალეობას, უნდა გადაარჩინოს სიცოცხლე, რაც ყველაზე მთავარია, იგივე მეომარისათვის, ადამიანისათვის. ეს იცის მაგან რომ ექიმს უნდა პატივი სცე, იმიტომ რომ ის არის შენი ბოლო, ასე ვთქვათ, ბოლო მაშველი, ასე ვთქვათ და ბევრი ხა
გნიერობა ჩაუდენია ჩემ კოლეგებს ის არასოდეს არ მიყვარს ხოლმე თით აი დიდი ფართო სიტყვებით ფართო ეს ჩვენ მასშტაბით ჩვენ მოვალეობას სხვანაირად როგორ შეიძლება და მითხარი და ვერ გავიგებ ამას ეს ჩვენი მოვალეობა იყო ჩვენ ვასრულებთ ამას და ფიქრობ რომ პირნათლად ეს შევასრულოთ ის იქ რაც მე ვნახე ეს იყო რაღაცა ჩემთვის ძალიან ისეთი აი სამაგალითო ჯერ ესეთი თავისი ორგანიზებულობით თავისი პროფესიონალიზმით და რაც თავარია კაც მოყვარეობა. იქიმისთვის მე არ მინახია რომ ავტომატი ქონოდა. აი ავტო ჯორბენაძე ისე გაიარა აფხაზეთის ომის მთლიანად და ყოველთვის წინა ხაზზე რომ მე ავტომატი მისთვის არ შემიძლია. სოხუმის დაცემის წინა დღეებშიაც კი როცა ყველა ალყაშია და ესე იყო ყველა ექიმი. აზრადაც არ მოსვლია არც ერთს რომ ავტომატი ყოველ შემთხვევაში მაინც ქონოდა. ავტომატი არ ეჭერათ, ხელში ეჭერათ სკალპელი, თორემ წინა ხაზზე იყვნენ, სანგრებში იყვნენ კაპიტანები. ეს იყო მთელი ჩვენი ჯანდაცვის დიდი გამარჯვება. ირონიით გვეძახიან ქირურგებს მემკვიდრეობაში. ჰუმანური ადამიანები დანით ხელში. დიახ, დანა და თეთრი ხალათი მათი მთავარი საბრძოლო იარაღი იყო. ხშირად ავტომატსა და ჭურვებზე უფრო ძლიერი და ეფექტურიც. სარისკო გადაწყვეტილებებმა, ექიმების უმაღლესმა კლასმა და თეთრხალათიანთა თავდაუზოგავმა ბრძოლამ თავის შედეგი გამოიღო. უნდა გითხრათ ტრაბახით, რომ ამ ომში ჩვენი სანიტარული დანაკარგი არ აღემატებოდა ამერიკელების სანიტარულ დანაკარგებს ვიეტნამის ომში. ეს ძალიან ძლიერი მაჩვენებელია. და უნდა გითხრათ, რომ თუ ამერიკამ ამისთვის გამოიყენა სანიტარული ავიაცია და მაქსიმალურად შემოკლა პერიოდი ტრავმის ან დაჭრის მიღებიდან კვალიფიციურ დახმარებამდე ჯანდაცვის მესვეურების ნამდვილად დამსახურება იყო რომ მაღალ კვალიფიციური პროფესიონალები მიიყვანა მაქსიმალურად ფრონტის ხაზთან. ანუ ორი გზიდან ამოცანა გადაიჭრა ერთნაირად. ამიგეთ ამოვარდა ის რგოლები რაც რუსულ სამედიცინო სამხედრო დოქტრინაში ეს ეტაპური გოსპიტლები, სორტიროვკის ეგრეთ წოდებული გოსპიტლები და მერე ზურგის გოსპიტლები. წინახაზე ვაკეთებდით იმას, რასაც დიდ ქვეყნებში ომის დროს, ხო, აკეთებენ ზურგში. იმიტომ რომ მედიკოსები ყველა ომში არიან პრივილეგირებული კასტა, იმიტომ რომ თუ ექიმი დაიღუპა, 10 ჯერ მეტი დაიღუპება ბევრი გადარჩენილი ეს და არის გადაწონის იმას, რომ იყო რისკი. ჩვენი რეანიმატოლოგია მაგალითად მე ხუმრობით ვამბობ, ესენი მტრებს აცოცხლებენ მეტი, აი მტარს მოიყვანებდნენ და ესენი აცოცხლებდნენ. აი დაშლილი, ყველგან გულში მოხვედრილი ტყვიით მაგალითად ხელდაუბანელად გააკეთა ვაჟათოიძემ ძალიან ცნობილი ხირურგი ახლა სანქტ-პეტერბურგში ერთ-ერთი კლინიკის ხელმძღვანელია, ხელდაუბანელად გააკეთა, იმიტომ რომ ასე ხდება ხოლმე, როდესაც დრო არ აქვს. აი გულში დაჭრილი ფილტვი რაღაც ძალიან მაღალი დონე იყო ექიმების. უმაღლესი დონე. რა რამოდენიმე ფაქტორია, რომელიც ზედაპირზედებს. უპირველესად ის რომ მოხერხდა მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარების მაქსიმალურად ახლოს მიტანა ფრონტთან, ეს უბრალოდ სპეციფიკა გახლავთ საქართველოს გეოგრაფიის და იმ რეალების, რომელშიც ეს საომარი მოქმედება მიმდინარეობდა. პირველადი დახმარების შემდგომ, გადაუდებელი და პირველადი დახმარების შემდგომ მაშინვე კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მასიური, ასე ვთქვათ, სისტემა და მეორე ეს იძულებითი ნაბიჯი იყო სხვანაირად ამას ალბათ ვერც გავბედავდით ამაზე ფიქრს, მაგრამ გამოსავალი არ იყო, როდესაც დაჭრილების პირდაპირ ფრონტის ველიდან საომარი მოქმედებიდან გამოყვანის შემდგომ პირდაპირ თვითმფრინავებით ხდებოდა მათი ტრანსპორტირება. ძალიან ღირსეული ხალხია საერთოდ სასამართლო დახმარება არის ურთულესი რგოლი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის დაცვის საქმეში და საომარ პირობებში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. აი ამ ადამიანებს ჰქონდათ ძირითადად შეკვეთებს ღებულობდნენ, რომ ჭირდებათ ამდენი ჩამონათვალი მედიკამენტები, შესაბამისად მე ეგ მედიკამენტები მიქონდათ აეროპორტში, მე არზანიდან თვითმფრინავით მთელი სისტემა იყო, რომელიც ჩემ და საბედნიეროდ მინდა გითხრათ, რომ ძალიან გამართულად მუშაობდა ყოველგვარი
პრობლემის გარეშე მთელი ამ 2 წლის განმავლობაში. ამგვარად, ომმა, რომელიც საქართველოს დაშლას ორ ნაწილად გახლეჩას ისახავდა მიზნად, ექიმები მთელი ქვეყნის მასშტაბით გააერთიანა. სამედიცინო საზოგადოებამ შეძლო გააერთიანებინა ისინიც კი, ვინც სხვადასხვა მხარეს იბრძოდა. ჩვენი პაციენტების რიცხვში იყვნენ ყველა ეროვნების ხალხი. რუსი, ბერძენი, სომეხი, აფხაზი, არა გვარებიც მახსოვს, მაგრამ მე მგონი არაეთიკურია ახლა გვარების ჩამოტლა განსაკუთრებით აფხაზი მეომრების. ძალიან ბევრი გადაგვირჩენია, მოგვირჩენია, გაგვიწერია ერთი სხვაობით, რომ ისინი ვარს აცხადებდნენ ევაკუაციაზე თბილისში. შევკრიბეთ, როცა დაიწყო საუბარი მოქმედა აფხაზი ექიმები და სამედიცინო პერსონალი და უთხარით, რომ თუ გნებავთ, ჩვენ გადაგიყვანთ გუდაუთაში და იქ თქვენ მოემსახურებით იმ დაჭრილებს და თქვენ იმას, ვინც იქნებიან. და დათანხმდნენ ისინი, შეიკრიბენ ბატონ გია ყარყარაშვილს თხოვეთ მაშინ რომ გაეცილებიათ გუმისთის ხიდზე, მაშინ ფრონტის ხაზზე გადიოდა გუმისთაზე და წამლები სამედიცინო საგნები ჩაუდეთ და გავატანეთ და გადავიდა. ესეთი ჩვენ ურთიერთობა ჰქონდა. მიუხედავად ამ უსასტიკესი დროს, მაინც რაღაც კოლეგიალობის პრინციპები იყო შენარჩუნებული და აი ამ კონტექსტში მე არ შემიძლია არ მოგიყვანოთ გაგრის მაგალითი. გაგრის სამედიცინო სამსახურს ხელმძღვანელობდა ძალიან ცნობილი ქალბატონი აფხაზი ვალენტინა ჩაჩვა, რომელმაც როგორც ჩემი კოლეგები თვითმხილველები ყვებიან, ძალიან ბევრი ქართველი გადაარჩინა თავისი კოლეგა. მერე დარჩენილები სეპარატისტებმა გამოიყვანეს საავადმყოფოს ეზოში. და როცა უკვე სხვა გამოსავალი არ იყო, ეს ქალბატონი დაუდგა მათ წინ და უთხრა სეპარატისტებს ჯერ მე დამხრიდეთ და მერე ჩემი კოლეგებიო და ასე მაგან შეძლო ადამიანების გადარჩენა. რაც ამ ქალბატონმა გააკეთა, ეს იცით რა ნამდვილად დაუვიწყარია. ესე იგი, ბოლოს, როდესაც უკვე ყველაფერი იქეთ მიდის, რომ გაგრა დაეცემა ჩვენთვის გამიგე, ძალიან დაგვეხმარა იმაში, რომ ევაკუაცია მოგვეხდინა, თითქმის ყველა დაჭრილი გამოვიყვანეთ. ქალბატონ ვალასთან შემდგომშიც მქონდა ურთიერთობა და ისეთი დიდი ღრმა პატივისცემით და სიყვარულით ვიხსენებ ამ ქალბატონს, იმიტომ რომ აი ნამდვილად დასაფასებელია ის, რასაც მაგ აკეთებდა იმ პერიოდში თავის ექიმებთან ერთად. ძალიან მძიმე მომენტი იყო. რეანიმაციაში ეწვა უგონოდ ქართველი ერთ-ერთი ჯარისკაცი. იმ დროს, როდესაც ევაკუაცია მიმდინარეობდა და სამედიცინო ჰოსპიტალის გადატანა ლესელიძეში ხდებოდა და იქ გადაყავდათ დაჭრილები, ექიმთა ბრიგადები და ურთულესი მომენტი იყო ტრანსპორტირება დაჭრილეს არ შეუგონოდ რეანიმაციაში მყოფის. არ შეიძლებოდა და მახსოვს რომ ავთომ ჯანდა აფხაზ ქალბატონს საავადმყოფოს თავარ ექიმ შეავედრა ეს ბიჭი რომ მას მიექცია ყურადღება. არავინ ეცსა იმ ბიჭის მდგომარეობა როგორ და რა ფორმით დასრულდა, მაგრამ ვიცით რომ აფხაზმა ქალბატონმა ექიმმა რომელიც მანამდე განურჩევლად ქართულს და აფხაზის უნდა თანაბრად იჩერდა ზრუნველობას დიდი გულის ტკივილით მიიღო და ითავა კიდევაც რომ მიაქცევდა ყურადღებას. იყო სნაიპერი ქალი, ქართველი იყო თანაც. თან წარმოგიდგენიათ ქართველი. სნაიპერი ქალი, რომელმაც 12 ახლა ციფრი აღარ მახსოვს, მაგრამ ძალიან ბევრი ქართველი მოკლა. და ეს დაჭრილი მოიყვანეს სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ძალიან დაძაბული სიტუაცია იყო, იმიტომ რომ სამხრეთ ქართველმა სამხედროებმა იცოდნენ, რომ ეს დაჭრილი მოიყვანეს. შურისძიება უნდათ არა, ხო? მაგრამ ჩვენ ის მეორე საავადმყოფოში გადავიყვანეთ, დავმალეთ და ყველაფერი სამეცნიერო გარდაიცვალა, მაგრამ ყველაფერი გავუკეთეთ ჩვენ იმისათვის, რომ ის გადარჩენილიყო და დავმალეთ. ახლა ფსიქოლოგიურად ძალიან ძიმეა, როცა
მოიყვანებენ დაჭრილს დაუშვათ მოწინააღმდეგე მხრიდან და იცი რომ მან რამდენიმე შენი ჯარისკაცი მოკლა გამოასალმა სიცოცხლეს და შენ ეხლა იმას უნდა გაუწიო ასე ვთქვათ ძალიან ძნელია. ეხლა აქ დასამალი რა არის ურთულესი ფსიქოლოგიური დატვირთვის წინაშე იდგნენ ექიმები. მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო. როცა ხედავ რომ დასახმარებელია და როცა ხედავ სისხლზე ანიწება ან რაღაცა ტკივა და გაუტკივარება ჭირდება, იქ ეს თემები თავდება. იმიტომ რომ იქ იწყება პროფესიონალური მექანიზმი, ავტომატურად ირთვება შენი პროფესია და შენ აკეთებ უკვე იმ საქმეს, რომელიც შენ გევალება. ჩვენ ხომ წინა ხაზზე, ფრონტის ხაზზე შევდიოდით და დაჭრილები გამოყვავდა. იქ თვალები ხვდებოდა, ეს დაჭრილის თვალები ხვდებოდა და იქ ყველაფერი ნათქვამია, იქ როგორ გიყურებს დაჭრილი უმწეო ადამიანი, რომ შენ ხარ მისთვის ყველაფერი, შენ ხარ ექიმი, შენ ხარ ღმერთი და შენ მას უნდა უშველო. ჩვენთვის არ არსებობს ეს ავანტყოფი, არც გვარი არ გვაინტერესებს მისი, არც სახელი და არც წარმომავლობა ასეა ჩვენ პროფესიაში. ყოველ შემთხვევაში ჰიპოკრატეს ფიცით ასე ვართ ჩვენ ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ ამის უფლება არ აქვს და აი ეს იყო იდეალურად. ჰიპოკრატეს ფიცის ერთგულებისთვის ერთადერთი ღირებულება პაციენტის ჯანმრთელობაა. ასე მოხდა ამჯერადაც. საექიმო აღთქმის ერთგულება მაშინ გაცხადდა, როცა აფხაზეთის საავადმყოფოებში მტერსა და მოყვარეს შორის ზღვარი სრულად წაიშალა. ისინი აკეთებდნენ ყველაფერს, რაც ევალებოდა ექიმს. თავისი ფიცი ჰქონდათ ყველას დადებული თავის დროზე და ამ ფიცს ასრულებდნენ პირნათლად. სამედიცინოზე აბარებს ადამიანი იმისთვის, რომ თავისი სიცოცხლის შემდეგ მიუძღვნოს ავანტყოფს. და მით უმეტეს როდესაც ექიმი მიდის ომში, ასე მოხალისედ არავინ არ აძალებს, ხო? მას აქვს უკვე ეს შეგნება, მისი სულიერი სამყარო ამით არის შექმნილი, რომ მან უნდა უშველოს გაჭირვებულს. თითქოს იოლი ფორმულა არა ადამიანობაში გააკეთე უფრო მეტი სიკეთე ვიდრე ცუდი ბიბლიიდან დაწყებული ჩვენ ამას გვასწავლიან მაგრამ ცხოვრებაში ესე არ ხდება ეს ძნელია ამიტომაც მე ვფიქრობ რომ ყველა ჩემი კოლეგები ეს ერთ-ერთი როგორ გითხრათ ერთ-ერთი დიდი მნიშვნელოვანი ფაქტორია ექიმისა თუ კიდე წარმატებული შეიძლება წყირვალე ქირურგი იყოს ტექნიკა კონდეს აბსოლუტურად კარგი და მაგრამ აი შინაგანად და რა ქვია ამ შინაგანას მე ვერ გეტყვით. აი თუ არა გაქვს შინაგანი ისე რომ პაციენტი არის ამ დღეს მოსული და მაგან განდო ყველაზე მთავარი სიცოცხლე. არა აქვს მნიშვნელობა იქ ნათესაებით ცუდები არიან იმაში რა სიტყვის ისე შენი საქმე და გადაყრი პაციენტს. აი მაშინ წარმატება აბსოლუტურად იქნება. ის აფხაზი იყო ჩვეულებრივი პაციენტი და თქვენ წარმოიდგინეთ უფრო მეტად ვაჩვენებდით სითქოს რომ მისთვის გვეჩვენებია და დაგვემტკიცებია შენ ჩვენი ძმა ხარ რას აკეთებ ჩეჩენი იყო და ერთი აფხაზი მახსოვს ტყვე იცით რა მე ვცდილობდი ის ჰოსპიტალში იწვევ და მე ოპერაციები გავუკეთე მე ვცდილობდი ხა ქართველებს ხო უკეთებდი ოპერაციას მაგრამ უფრო მეტი ყურადღება მიმექცია მაგის იმიტომ კი არა რომ ფიქრობდი იცი რა არის აი მე რატომღაც აი რატომ აკეთებდი მე შეიძლება ვერ ახსნა მაგრამ მე ვფიქრობ რომ ადამიანი აი ყოველთვის ახლა ექიმის პროფესია კი არის ექიმო მაგრამ ექიმი კიდე შინაგანად უნდა იყოს ის არის დაჩაგრული ამ შემთხვევაში ის არის დაჩაგრული მტერთან არის აი რომ გარემოს არავინ არ აყავს ის ხო ადამიანია ხო ის ხო ადამიანია მე რა რომ მტერია ნუ კაი მტერია გვესვის მესვის და ასე შემდეგ მაგრამ პირველ რიგში თუ ჩვენ ასე მივიდებით და მე ვფიქრობ ჩემი კოლეგები მარტო მე არა ვარ ესეთი უმრავლესობა წარმატებული ექიმის წარმატების ფორმულა ამაშიც არის. როდესაც შენ ადამიანს უყურებ აბსოლუტურად თითქოს ის ადამიანი კი არა, აი ნუ რა არის, ნუ შენ საქმეს უნდა გააკეთო და მით უმეტეს როდესაც ის არის დაჩაკრული და იმ მომენტშია როდესაც არის აი მტერში და ერთი ეს იცით რა აი ეს ჟესტი ესეთი ყურადღება შეიძლება იმ ადამიანს გადაუტრიალოს სოფთხედელობა და ის მტერი კი არა მოყვარე გახდეს. ეს არ კეთდება პოლიტიკისთვის. ამას უზარმაზარი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, მაგრამ პოლიტიკისთვის არ კეთდება. კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ ვცდილობდით გვეჩვენებინა, რომ მედიკოსებისთვის ჩვენი საზოგადოება გახლეჩილი არ არის.
ექიმები დგანან ჯანმრთელობის სადარაჯოზე ნებისმიერი საქართველოს მოქალაქის აი ამ გამყოფი ხაზის რომელ მხარესაც არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი. მე არ შემიძლია არ გავიხსენო გიგა თოლორდავა, რომელმაც ერთ-ერთმა თავის მეგობრებთან ერთად შექმნა ქვედანაყოფი კობრა, სამედიცინო ქვედანაყოფი და ფრონტის წინა ხაზიდან აი იკარუსის ყვითელი ავტობუსები რო იყო გახსოვთ, აი იმითი გამოყავდათ დაჭრილები. ეს ხო ისეთი სამიზნე იყო, მაგრამ იქით ამხარემაც იცოდა, რომ ეს სანიტარული ავტობუსია. ამიტომ მე ვერ ვიგონებ ვერც ერთ შემთხვევას, რომ დამიზნებით ესროლეს ყომბარტყორცნი თუ სხვა იარაღი ამ კობრას არ იყო ეგეთი შემთხვევა. ომი ღირსებაა პირველ რიგში. როცა მტერი გზნობს, რომ შენ ღირსეული ხარ მისი. მიუხედავად იმისა, რომ თქვა შენზე ძლიერია დღეს, ის შენ უფრო გაფასებს. დამბიჭებმა ეს დაემსახურეს. კოლეგიალობა რას ნიშნავს? ახლა ჩვენ ალყაში ვიყავით, ხო? ბოლო სექტემბერში უკვე როცა ვიყავ ალყაში ვიყავით, კოდორი გადაკეტილი იყო და ჩვენი ვინც ვერ მოასწრო ჩვენთან ერთად თბილისელებმა შემოსულა სოხუმში, თქვა, ისინი წამოვიდნენ და იდგენ გალში და იქა რომ როგორმე მორალურად რაღაც ჩვენ გვერდზე ყოფილიყვნენ. და მოადგნენ იქიდან და დაგვირეკეს გითხრას რომ ბიჭებო ჩვენ აქ ვართ. ეხლა რას დაგვეხმარებოდნენ, მაგრამ იმ მომენტში მათარიგით ცრემლებით წამოგვივიდა. ამ ეპოპეის ყოველი დღე თითოეული გარდაცვლილი ადამიანის, ბავშვისა თუ ქალის, მოხუცისა თუ ჯარისკაცის ისტორია უმძიმესი მოსასმენია. მაგრამ ის, რაც ომის მონაწილეებმა სოხუმის დაცემის შემდეგ გამოიარეს, ჭუბერის სისხლიანი ტკივილიანი გზა, ნამდვილ გოლგოთად, ამ ტრაგიკული ისტორიის დრამატულ კულმინაციად იქცა. 27 რიცხვი იყო, დიდ დროის ოპერაციაში შევედით, დაჭრილები მოიყვანეს. ხო და მე შემოვიდა ჰოსპიტალის დირექტორი, უფროსი იყო ადამიანი. ხო და მე თქვა რომ ეს ოპერაციაში ვიყავით, რომ სოხუმი დაეცალა. ეს დიდითაც არც წარმომიდგინა რომ მოხდებოდა ეგეთ რაღაც. ჭუბერზე გადმოსვლა და ყველა ეს პერიპეტიები, ეს უკვე ყველაფერი ვიცი ტელევიზიით. თორემ მე სამწუხაროდ ამ ორმა წელმა პირველი დაღი დამასვა და ინფარქტით ვიძეკი ქალბატონ გულიკო ჩაფიცეს რეანიმაციაში. და ვაპირებდით მაინც. ვაპირებდით წასვლას გიასაც დაურეკე, ლადოსაც დაურეკე, გიორგაძეს და ხოლმე არც ამეყარეს. ძალიან მძიმეა ეს ამის გახსენება თეო ჩემთვის, იმიტომ რომ გალის რაიონი იყო ბოლო რაიონი და გალის ცენტრიდან ჭუბურხინჯამდე, სადაც აფხაზეთი მთავრდებოდა, სულ იყო 15 წუთის გზა. მანქანით გასავლელი. ეს გზა მე პირადად დაჭრილი მეომრებთან ერთად გადმომყავდა დაჭრილები გავიარე 24 საათის განმავლობაში. მე გზაში მომიკვდა ორი კაცი, იმიტომ რომ მე არ მქონდა საშუალება, არც მანქანა გამიყვანა წინ და უკან მაინც მტერი მოგზდევდა და დაჭრილები უბრალოდ დანიშნულების ადგილებამდე ვერ მივიყვანე. ყველაზე მტკივნეული ჩემთვის არის სოხუმის დატოვების დღე. აი ეს 27 სექტემბერი ჩვენ ოპერაციაზე ვიდექით 19 წლის პატარა ბიჭს უკეთებდით ოპერაციას, რომ იდგა საკითხი, უნდა შეგვენარჩუნებია თუ არა ფეხი. და დავრეკეთ ცენტრალურ შტაბში. შეგვეძლო თუ არა დაგვეწყო დიდი ოპერაცია. პატარა ბიჭი იყო ანგელოზი, 19 წლის თომა, მახსოვს სახელი. ვითხრეს რომ აბსოლუტური სიჩუმეა ქალაქში, არაფერი არ ხდება, შეგიძლიათ და წავედით პლასტიკურ ოპერაციაზე. დიდხანს გრძელდებოდა, რა თქმა უნდა, ეს ოპერაცია, სიცხლის დანაკარგი ჰქონდა ამ ბავშვს და ყველაფერმა აი საუკეთესოდ ჩაიარა, ერთმანეთს ულოცავდით, რომ ასეთ ბავშვს შეუნარჩუნეთ, ფეხი ეს ჩვენი გამარჯვება იყო და ძალიან ბევრი წინა დღეებში ბევრი ჯარისკაცი ყავდა უკვე ევაკუირებული. ზღვით შემოდიოდა უკრაინის გემი
და ამგზავრებდით ყველას. იყო დარჩენილი მხოლოდ თომა. და რამოდენიმე ჯარისკაცი მე უკვე შემოგვემატა ქალაქში ცენტრში სროლები ალყაში მოქცეული ბიჭები რომლებიც გამოიქცნენ ამ ალყიდან თავი გადაირჩინეს და დაჭრილები იყვნენ და ესენი 5-6 ბიჭი შემოგვემატა და ეს თომა და ყველაზე საშინელი იყო რომ დავამთავრეთ ოპერაცია გამოგვიცხადეს რომ სასწრაფოდ ევაკუაცია ნუ თომას ვერ მოხსნიდით აპარატიდან და აპარატიანად გავაკორეთ და წავედით, გადავიყვანით ავტობუსით სანაპიროსთან, სადაც გემსვლელოდით. და აი, როდესაც ეზოდან გამოვდიოდით, პირველად დავინახე ის, რომ 63 ცხედარი ესე წარგადაფარებული რჩებოდა ეზოში, რომლებიც ვერ მოხდა მათი ევაკუაცია. ეს იყო საშინელი გრძნობა, რომ ჩვენ თავშველი ცოცხლები მივდივართ და ეს 63 ბიჭი აი ესე გვჩება უპატრონოდ. ამ დროს ჰოსპიტალის ეზოში შემორბის გამგმირავი ყვირილით ბიჭი სად მიდიხარ ყვირის იგინება კიდევაც რავი ძალიან ცუდად მოგვიხსენიებს ყველაფერს გვეუბნება სად ტოვებთ ამათ სად ვის უტოვებთ ამათ აი რა ვიცი ბოლო ხმაზე ყვიროდა და ესე სათითაოდ ახადა ყველას ზეწარი სათითაოდ გადახადა და ერთ-ერთს აღმოაჩინა თავისი ძმა დაღუპული ასე დაემხო თავის მას მოკიდა ხელი და წამოიყვანა ესე გაშიშებული ეს გვამი გადმოიყვანა ჩვენთან სადაც უნდა გავგზავნებულიყავით გემით აი ეს 5 ბიჭი და თომა და ეს გვამი არასდროს არ დამავიწყდება, ნუ როგორ უნდა დამავიწყდეს ახლა ეს კადრი. თქვენ ალბათ ნანახი გაქვთ ის კადრები ძაღლი რომ მისდევს გემს, ზუსტად აი ეს პერიოდი იყო, ეს წუთები იყო. რა თქმა უნდა, ყველა ვერ შევიდა იმ გემზე, რამოდენიმე ბიჭი დარჩა, მე დავრჩი მათთან ერთად და ამ დროს გამოცხადდა, რომ სასწრაფოდ გვიახლოვდებიან არ ვიცი ვინ იყვნენ აფხაზები, რუსები ვინ იყვნენ, სროლა გვიახლოვდებოდა და უნდა გავცვლოდით იქავრობას და გემიც, რა თქმა უნდა, გემაც გაცურა. ჩვენ დავრჩით 3 დაჭრილთან ერთად და უამრავ ადამიანთან ერთად. ნუ ამ დროს საზენიტო დივიზიონის ბიჭები ტანკით შემოვიდნენ, მტაცესხელი ამ დაჭრილებთან ერთად ჩამაგდეს ამ ტანკში და გავიარეთ აი ეს ფუგასების კორიდორი. სანამ გადაუხვიეთ სვანეთის გზას. შეწყვეტილი იყო ყოველგვარი კავშირი, არც რადიო, არც სხვა საშუალება რაიმე კონტაქტის არ არსებობდა და როგორც შტაბის წევრები აქ თბილისში ჯანმრთელობის სამინისტროში განლაგებულ შტაბში მაშინ მახსენებდნენ მეც და ყველას ხელმძღვანელობას სამინისტროსი კონტაქტს ახორციელებდა მხოლოდ ექიმების საზღვარების გარეშე გუნდი ესპანელი ექიმებისა ავტომობილი რომელსაც უკვე აღარაფერი ჰქონდა დარჩენილი ავტომობილის იმიტომ რომ აფეთქებების კარების მოგლიჯილი ჰქონდა ასე ვთქვათ დაზიანებული იყო მრავალ ადგილზე გადაადგილდებოდნენ აი ამ ცეცხლის ქვეშ ჰოსპიტალებიდან სამინისტრომდე და მათი რაციით ვახერხებდით მიგვეღო ინფორმაცია იმაზე თუ რა ხდებოდა, რამდენი იყო მსხვერპლი, რა სჭირდებოდა, თუმცა უკვე პრაქტიკულად იმ დროს ჩვენ დახმარება აღარ შეგვეძლო არაფრის მიწოდება აღარ შეგვეძლო. აი ასეთი იყო, ასე ვთქვათ, უკანასკნელი დღეები ცეცხლის ზალში დახვეული სოხუმისა და იქ დარჩენილი ექიმებისა, რომელსაც არც ერთს არ დაუტოვებია თავისი პოსტი. თავიანთი ხელმძღვანელის ქალბატონი მერის ხელმძღვანელობით. და მომენტი, როდესაც უნდა გავიდეთ უკვე სოხუმიდან, იმიტომ რომ ნახევარი სოხუმი აღებულია, რესპუბლიკური საავადმყოფო უკვე ვერ მემსახურება, იმიტომ რომ იქ უკვე ყველაფერი ის არის დანადგარები, ყველაფერი დამტრეული, დამსხვრეული, ხალხი გაქცეული და ამ დროს ძალიან მეხმარებოდა ესპანეთიდან ჩამოსული ექიმების ჯგუფი, ექიმების საზღვრებს გარეთ, გამიგეთ. ესპანელი ექიმია ტომას ბრინ, მე მგონი შეიძლება გვარი მეშლება, მაგრამ სახელი ნამდვილად ტომასია და
ძალიან მეხმარება, იმიტომ რომ მის მანქანას, რომელიც დროშის ქვეშ არის, რომ ესე დადის, იმას არ ესვრიან, გამიგეთ და იმას გამოყავს დაჭრილები, მე როგორმე მინდა რომ მანქანა მჭირდება რომ გამოვიყვანო დაჭრილები წინა ხაზიდან და იქედან და ამ დროს მომარდა ერთი პერიოდი, ესე იგი შტაბია რა ჩემს კაბინეტში, ზარები მიდის, მოდის ხალხი, რა უყოთ ამ დაჭრილებს და შემომარდა ტომასი გააცითლებული და მაგათი შტაბინა იყო რუსეთის სამხედრო სანატორიუმში. იცოდნენ ესა და ამდენად არ იბომბებოდა ეს შტაბინა და მეუბნება Мери, Барселона запретила выезжать мне. Я уже не могу ничего для вас сделать. Am tot marto emisi medimak Tomasis, გაიგეთ, ვეუბნები იმდენად განერვიულებული ვიყავი, რომ ვეუბნები. Томас, ее кто спрашивает эту Барселону? Я тебя прошу. Не выполняй ее приказ. Если мумкина хели შემანჭრია და მეუბნები. Мери, Барселона это город. გაურთულესი სიტუაცია იყო სოხუმში. უკვე გაჩერება აღარ შეიძლებოდა. ყავდა ერთი სასწრაფო და დაახლოებით 10 ლიტრი საწვავი. და შევედით მინისტრ-საბჭოს მე-12 საათზე იყო ბატონ ჟიული შარტავას კაბინეტი. შევედით და უთხარით ბატონ ჟიული ჩვენ გავდივართ სოხუმიდან და თავაზობთ ჩვენთან ერთად წამოსვლას. თვლით რომ აქ გაჩერებას უკვე აზრი არ აქვს. დამცველიც აღარ იყო უკვე სოხუმში. წინააღმდეგის გამწევი შენერთებიც აღარ იყო. ამიტომ დაღუპვა უაზრო იქნება და იქნებ წამოხვიდეთ. მან უარი გითხრა. მე უნდა დავრჩი აქ. იძულებული ვიყავით წამოსულიყავით. წამოვედით გულიფშის სამონტყოფოში. სოხუმის სამონტყოფოები უკვე ევაკუირებული იყო. ამონტყოფები იყვნენ გულიფშის სამონტყოფოში და აჩადარეს სამონტყოფოში. უკრაინამ გამოგზავნა უშველებელი სამხედრო, არ ვიცი, ტანკერი, ბარჟა. იქ აყვავს 300 დაჭრილი, რომელიც უნდა გავამგზავროთ, სხვანაირად არ შეიძლება. ეს ბარჟა გამოვიდა ხმელეთზე. 40 წუთი გვაქვსო დრო. 40 წუთის შემდეგ დაიწყება დაბომბვა. ესე იგი მოაწყდა ხალხი არის, ნუ რამდენი გითხრათ? 15,000 არა, ცოტა 20-30,000, რომელიც არ უყურებს, რომ ხალათები გვაწვია, რომ ჯერ უნდა შევიყვანოთ ისინი, რა ქვია, დაჭრილები, ამას არაფერს არ უყურებს, აბსოლუტურად არავინ გადადიან, ნუ რა ქნას ხალხმა, ვერ გავამტყუნებ, ვერავის გამიგეთ და ამ დროს გემის კაპიტანი იღებს გადაწყვეტილებას გვერდითი კარები გაიყო რაღაცნაირად, გამიგეთ, მაგრამ იქ წყალში უნდა ჩადგე და ისე უნდა გაიყვანო ესენი, გამიგეთ და გავაკეთეთ ცოცხალი ჯაჭვი. მე ლადო გიურგაძემ, ჩემმა ექიმებმა 30-მა კაცმა თითქმის აი ესე გადაგყავს დაჭრილები, უკვე აქ უკვე ხალხი აღარ შემოვა, გამიგეთ და აი ესე 300 კაცი დაჭრილები შევიყვანეთ ამ გემში და ზუსტად 45 წუთში დაიხურა ეს კარები და დავრჩით ჩვენ. მე ლადო გიურგაძე, გია ნიშნიანიძე, ჩემი 4 ქირურგი და სამედიცინო პერსონალი. მოვარდნენ სამხედროების ბიჭები და მეუბნებიან ჩქარა, იმიტომ რომ 5 წუთში უკვე ვეღარ გახვალთ აქედან. და სასწრაფოში როგორ ჩავეტიეთ 30 კაცი, მე არ ვიცი, იმიტომ რომ აი ეს ერთი სასწრაფო ყავს და უკაცრავად ამ სიტყვის ჩავეტენეთ რა და აი ესე მერხეულისკენ დავადექით გზას. გზაში საწვავი გათავდა რასაკვირველია და ფეხით მივედით აჟარაში. უსვანება ჩაოლებრივა როგორც ხდება მიგვიღეს
გაგვაპურეს, ღამე გაგვათევინეს სამანტყოფოში. სულ ვიყავით 35 კაცი, და 40 კაცი, საიდანაც 32 იყო ექიმი. ადგილობრივი და ჩვენი. ამის მერე დაიწყო ის უკვე ეპოპეა გადმოსვლის ამ უღელტეხილზე. ვიარეთ ზუსტად 2 დღე და 2 ღამე. გამოვიარეთ 185 კილომეტრი. არც საჭმელი, არც სასმელი, აბსოლუტურად არაფერი. თანაც ეს იყო სექტემბერი, ხო? და ვიყავით ხელპერანგებში, ანუ და უკვე იწყებოდა სიციევები. მით უმეტეს ამ დაახლოებით 3000 მეტრის სიმაღლეზე. მაშინვე როგორც კი ცნობილი გახდა რომ ეს ნაკადი ამ მიმართულებით მიდის, ჩვენი სამინისტროს ჯგუფი გაემგზავრა იქ, ჩვენი ექიმები, ჩვენი სასწრაფო დახმარების სამსახურის ასე ვთქვათ სპეციალური ბრიგადები, რომელიც ამგვარი სამსახურით იყო საჭირო, ჩვენი აპარატის მუშაკებით სხვათა შორის. სწორედ ექიმებმა მოაწყვეს ეს იმპროვიზირებული, ასე ვთქვათ, საჩაიები, ასე ვეძახით, ეს იყო დიდ ქვაბში ადუღებული წყალი და შაქარი. ეს ერთადერთი რაც შეეძლოთ იმ პირობებში შეეთავაზებინათ აი ტოლვილებისათვის არ და ის პარტის 100 ცოცხლო მნიშვნელობის იყო, როდესაც გზაში დახვდებოდათ ასეთი რამ. სხვა არაფერს ვახერხებდი, სხვა ბევრი არაფერი ჰქონდა და ესეთი, ასე ვთქვათ, პირველადი დახმარების და გათბობის ასეთი საშუალებები განლაგდა ფაქტიურად ეს ფასაზე. ბატონ ირაკლის ბრძანება იყო სადღაც ამ შუა გზაზე საქართველოსდან ჩამოფრინდა შეუფრენი, რომელმაც ჩამოიტანა გლუკოზა, ცხელი. ღამე მე კოცონი გავაკეთეთ იქა, დავწეკით და გამაღვიძა შუა ღამე რაღაც სუნმა გეგონება ხორცი იწვის გამიგეთ, იმიტომ რომ თქვი რა არის, აქ ჩემი მოადგილეები იყვნენ კიდე, გუჯაბერია, თემური ჩხეტია, როგორ დამავიწყდება მათ მიერ გაწეული სამსახური, არასოდეს არ დამავიწყდება ეს და თურმე ელგუჯას ცივა და ფეხები მიუშვირა იმას ცეცხლს და ესენი რაღაც ბოტასები თუ რაღაცები ეცვა ფეხსაცმელები და ის დაიწვა და ტერფებიც დაეწვა, გამიგეთ და კიდე კარგი რომ გამიხრი და გამოვკაჭეთ ესა და აი ეს მოვედით ჭუბერში. იქ იყო მაშველთა ჯგუფი სანთელი, ესეთი ცნობილი იყო მაშველთა ბრიგადა, წითელი ჯვრის ასე ვთქვათ მოსამსახურეთა ბრიგადა, ну ყველა ცდილობდა რომ აი ამ ხეობაში ამ ძიმე პირობებში მყოფ ადამიანებს დახმარებოდა. სპეციალური შტაბი იყო ჭუბერში, რომელიც მუშაობდა იმაზე, რომ როგორმე იქ დაგროვილი, ჩამოსული ადამიანები უზრუნველყოს მინიმალური სხვა პირობები უბრალოდ არ იყო. სხვა საშუალებები უბრალოდ არ იყო, მათ ურიგდებოდათ პური, ну თუ იყო საშუალება რაიმე კონსერვის, მაგრამ ის იშვიათი შემთხვევა იყო. ადგილობრივი მოსახლეობის სიცოცხლის შესაძლებლობაც ძალიან შეზღუდულია, თუმცა არავის არაფერი ასე ვთქვათ ენანებოდა მათთვის, მაგრამ ზევიძალა არ იყო საშუალება იმისა რომ ყველას დახმარებოდა შესაბამისად არ იყო და ამიტომ ის მინიმალური დახმარება რაც შეიძლება სწრაფად მოხდარიყო მათი ევაკუაცია. მე ვახსოვს როგორი შრომეს აი სწორედ იმ პერიოდში იმუშავა უკრაინელმა ერთფრენებმა რომელიც ჩამოფრინდნენ და დღეში რამოდენიმე რეისს აკეთებდნენ ჭუბერსა და ქუთაისის აეროპორტს შორის. ამოდიოდნენ მანქანები, საწვიცო მანქანები, ძირითადად ორხიდიანი, იმიტომ რომ მაშინდელ გზებზე უბრალოდ მოძრაობა შეუძლებელი იყო და ჩაყავდათ ადამიანები ქვევით. ზოგს ეშინოდა ზუგდიდის წასვლა, მაგრამ ბევრი ზუგდიდელი მოქალაქე, მძღოლი, პირდაპირ თავისი მანქანით ამოვიდა
ამოიტანა რაღაც საკვები და შემდეგ და ასე ვთქვათ, რამოდენიმე რეისი გააკეთა და წაიყვანა ადამიანები, ჩაიყვანა ქვევით. ჩვენ რო ჭუბერში ჩამოვედით, ჭუბერში ერთი მოსახლე არ იყო, რომლის ეზოში არ იყო 30-50 კაცი, რომლებსაც არ ეხმარებოდნენ ესენი გზაში, ესე იგი ნერაგირითაც შეეძლოთ, ყველაფერში გვეხმარებოდნენ, აბსოლუტურად ყველაფერში გამიგეთ. ეს სიცოცხლის გზა გაიარა ათასობით ადამიანის თითქმის უამრავი დაიღუპა, ბავშვები, მოხუცები და ასე შემდგომ, პერიოდში მოვიდა იქ თოვლი, ტემპერატურა ძალიან დაბალი იყო და ეს იყო ასეთი ტრაგიკული კულმინაცია იმ დიდი ტრაგედიისა, რომელიც სოხუმის დაცემისას დაიწყო აფხაზეთში და რომელიც ამჟამად დღესაც გრძელდება, იმიტომ რომ 10,000-ობით ადამიანი დღესაც ელოდება საკუთარ კარმიდამოსში დაბრუნებას. ჯერჯერობით ხდება ყველაფერი ისე, როგორც ხდება. აი ესეთი იყო ეპოპეა, ასეთი იყო ის ტრაგედია, რომელიც მოხდა და ის წარმოუდგენელი გმირობა, რომელიც ჩაიდინეს ექიმებმა. წარმოუდგენელი. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ყველა აბსოლუტურად ნებისმიერ ქვეყანაში იქნებოდა ეროვნული გმირი. ჩვენმა კოლეგებმა იქ შეუძლებელი შეძლეს. მათ მართლაც მოახერხეს ათასობით ადამიანის სიცოცხლის ჯანმრთელობის შენარჩუნება და მათ გარეშე ჩვენი მთელი საქართველოს დანაკარგი იქნებოდა განუზომლად უფრო დიდი. იცით რა, მე ალბათ არც სიტყვები მყოფნის, ამას ალბათ ცალკე რაღაც ნიჭი უნდა რომ ეს იყო რაღაცა გმირობა, უდიდესი გმირობა. ყველა ექიმი, რომელიც დარჩა სოხუმში ფრონტის ხაზზე, არის გმირი. არა აქვს მნიშვნელობა, ვინ დააჯილდოვეს, ვინ არ დააჯილდოვეს. არასდროს ჩვენ ხო არც ერთს არანაირი ჯილდოსთვის ეს არ გვიკეთებია, რასაც ვაკეთებდით. ჩვენ ვიყავით ერთმანეთის გვერდით და ვიყავით იმ ბიჭების გვერდით, რომელსაც ვჭირდებოდი და ჩვენი ქალაქის გვერდით. ყველა ჩემი კოლეგა, ყველა ჩემი მეგობარი, რომელიც იქ იყო, არის გმირი. და მე მათთან ერთად შემიძლია ზუსტად ვიცი ვისთან წაისვლება ომში. მე მთელი ეს პერიოდი მომიწია მათთან ყოფნა. ვინც თეთრი ხალათით ჩამოვიდა სოხუმში და პრაქტიკულად თავისი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა უამრავი სიცოცხლე. ამ ადამიანების მე მგონი გმირობა დაფასებული არ არის იმ დონეზე როგორც უნდა იყოს. ეს იყო ადამიანების გუნდი, რომელსაც თავი ჰქონდათ გადადებული მათთვის ვისი სიცოცხლე და ბედი მათ ებარა. ეს იყო სოხუმის მშვიდობიანი მოსახლეობა და ეს იყო ის მეომრები, რომელიც იბრძოდნენ სოხუმის დასაცავად. ეს იყო აი მართლა თავდაუდებელი შრომა. და ყველაზე საინტერესო ეს იყო ომის მერე თითქმის არც ერთ ექიმს არ გასჩენია სურვილი ვეტერანის ან ომში მონაწილის დამსახურებული კუთვნილი ცნობა რო გაეკეთებინა. ამ დროს მე თუ მკითხავთ, რატო არ ეკუთვნოდა უფრო მეტი, თუნდა ჯარისკაცზე მეტი, რომელიც იარაღით მაინც შეეძლო თავის დაცვა იმ ექიმისგან განსხვავებით, რომელსაც ერთადერთი ლანცეტი გააჩნდა იარაღად, მაგრამ ფრონტის ხაზზე ასევე იმ დაბომბების ქვეშ იმყოფებოდა. ძალიან კარგი ექიმები ყავდა ჩვენ და ეს სამედიცინო საზოგადოება ხო გეუბნებით, რაღაც განსაკუთრებული. კიდევ ერთხელ მინდა რომ ჩემი კოლეგები სულ ვინც თქვათ იქ თავის საქმეს ასე წინვალეთ აკეთებდა ქედი მოგეხარო მათ წინაშე. ომის უსვარაღე ყოფილა. ეს კი არ არის კინო, ეს იყო ცხოვრება. იმას ვერ დაივიწყებ, იმიტომ რომ ის ყველაზე ცუდი, რაც არსებობს ადამიანში, ის აუცილებლად ომის დროს ამოდება. და ამავე დროს ყველაზე კარგი, რაც ადამიანს ისიც ომში აუცილებლად გამომჟღავდება. დიახ, ომი ყველაფერს ააშკარავებს. სიკვდილ სიცოცხლის ზღვარზე აღარავინ თამაშობს. სწორედ ამიტომ ომში საუკეთესოდ წარმოჩინდება ადამიანური ბუნების ყველა სისუსტე თუ სისასტიკე და იმავდროულად სიკეთე, გამბედაობა, გმირობა, გვერდში დგომა, იმედი. ეგ ომი არ დამთავრებულა.
ეს ყველაფერი დარწმუნებული ვარ, არა დაპირისპირებით, ძალადობით, მაგრამ საბოლოო ჯამში ტერიტორიული მთლიანობა მაინც აღდგება. დრო უნდა ამას ყველაფერს, ეს დრო და საკმაოდ რთული გზები ჯერ კიდევ გასავლელია. მე ვფიქრობ, საფუძველი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ჩვენი შერიგების, რაც კიდე დავარქვათ ამ პროცესს, ქვეყნის სახელმწიფოებრიობის, ესე ვთქვათ, აღორძინების, სრულყოფილი აღორძინების ჩვენი მოქალაქეების ამგვარი დამოკიდებულება იქნება. აქ რა თქმა უნდა, მედიკოსებს თავისი ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი და როლი აქვს მათი პროფესიის ჰუმანური ხასიათის გამო. ნოსტალგიაა ჩემი სიყვარულია ჩემი ქალაქი. მონატრებაა ჩემი ქალაქი. და დაბრუნების უდიდესი სურვილი. აი მამაჩემი მაგდად ვერ მოესწრო უკვე და ვერსას ვერ ჩავა სოხუმში. იმედი მაქვს რომ მე იგივე ბედი არ მექნება. ცალსულიყავი სოხუმში, იქ მიმიღოს მშვიდობა, გამიგეთოს ოპერაციები, საკეთრო და ჩემი ნატროა. რაც დრო გავა ეს აუცილებლად იმდენად ახლოსა ვარ, ყველა ტრადიციებით იმდენად ახლოსა ვარ ჩვენ აფხაზებთან, რომ შეუძლებელია რომ იყოთ, მეზობლები შეიძლება ვიყოს, იფიქრებს ადამიანი, მაგრამ არ შეუძლებელია, მე ვფიქრობ, დიდი იმედი მაქვს, რომ მაინც როდესღაც ეს მოხდება და ჩვენ გავერთიანებთ, მე ამის დიდი იმედი მაქვს. დღეს ყველა, ვინც აფხაზეთის ომი გამოიარა, ამ იმედით ცხოვრობს. იმედით, რომ სიზმრებში, მოგონებებში გაცოცხლებული თუ სურათებზე გაყინული სოხუმი, აფხაზეთი რეალობაშიც გაცოცხლდება. რომ ეს სილამაზე კვლავ დაგვიბრუნდება, რომ ჩვენი შვილები, რომლებიც აფხაზეთს მხოლოდ ისტორიებით, ჩვენივე მონაყოლით იცნობენ, მას პირადადაც შეხვდებიან, რომ გოლგოთას აღდგომა მოყვება და სოხუმი ჩვენს ცნობიერებაში სისხლისღვრისა და ტკივილის ნაცვლად კვლავ მტრედებისა და თოლიების ჟივილით, ფირუზისფერი ზღვითა და თეთრი სახლებით, კვლავ მაგნოლიების დაუვიწყარი სურნელით აღიბეჭდება. იმედია ერთად მე ინტერვიუ უკვე სოხუმში. ღალატის ფასად დაგვაკარგვინეს, ბიბრძოლეთ, სისხლი დავღვარეთ როცა, უაფხაზეთოთ შევხვდით ახალ წელს, უაფხაზეთოთ მოვიდა შობაც. ჯერ კი სოხუმი ოცნებად რჩება. და აფხაზეთზე მხოლოდ მღერიან, ცრემლად იღურება დედა სამშობლო, გზა სოხუმამდე ისევ გრძელია.